მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩემს ყურში გაისმა ჩვენი რეჟისორის, ძალიან კარგი რეჟისორია სხვა შორის ხმა ეთერი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მართლაც რომ ეთერში ვართ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ძალიან საინტერესო სტუმარი მეყოლება მე, დედა მომიკვდეს, მართლა ძალიან საინტერესო სტუმარი, დედას ვიცავარ, დედას ტყუილზე არ დავიცებ. მანამდე კი ისეთი ინფორმაცია, რომელსაც დედას დაბიცება არ ჭირდება, რადგან არის მართალი. სოფო ჩაკვეტაძე, ჩვენი საინფორმაციო წამყვანი, მოგესალმებით სოფო. შალვა, გამარჯობა, მე მოკლედ რადაცნობთ ამ დროისთვის განვითარებულ მოვლენებს. ამ წუთებში ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და ენერგეტიკის მინისტრი ვიცე-პრემიერი კახიტალაძე სენატში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ხვდებიან. მინისტრებმა დაზარალებულებთან შეხვედრამდე სენატის გამგეობაში გამართეს შეხვედრა, სადაც მათ ადგილობრივი ხელისუფლებისგან მიიღეს ბოლო ინფორმაცია ზარალის თაობაზე. კალაძე და ნარმანია სენატში დაწმენდით სამუშაოებს დაათვალიერებენ, რის შემდეგაც დაზარალებულ მოსახლეობას ისევ შეხვდებიან. ვიცი რომ ინფრასტრუქტურული პროექტების აღდგენის მიზნით გამოყოფილია 800,000 ლარი იმისთვის რომ სამუშაოები ჩატარდეს. ჩვენ ასევე გავივლით და დავათვალიერებთ მოსახლეობას. შეიქმნება კომისია თუ რა ზარალი მიადგა ადგილობრივ მოსახლეობას, რა დაუზიანდა და ამის მერე იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენ ჩამოვედით იმისათვის რომ ვნახოთ ადგილზე არსებული მდგომარეობა. გარდა ამისა, გუშინ საქართველოს მთავრობა მიიღო გადაწყვეტილება და 800,000 ლარამდე გამოყოფილია ინფრასტრუქტურული ზიანის აღდგენისთვის. დანარჩენ ნახავთ ადგილზე რა მდგომარეობაა, რომ მივაწოდოთ მთავრობას ინფორმაცია და მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება. სტიქია გურჯაანში სიტყვა გვიან ღამით 9 საათი დარძალდა, დაზარალებულია რამდენიმე სოფელი. სტიქია მოსავლის 70% დაანადგურა, დაზიანებულია ბაზი და ბაღჩეული. სტიქის ზონაში დილიდან იმყოფებიან გურჯაანის გამგეობის წარმომადგენლები. უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს ითვლის. ზარალი გვაქვს დიდი განაცვალე. სიმწიფეშია ყურძენი წასული, შეწამლა უნდა თუ რა უნდა ხალხი. სულ სესხებით იღება, სესხები აქვს აღებული და სესხით აქვს მოსავალი მოყვანილი. ყველა ოჯახი უყურებდა ამ მოსავალ. ეხლა იგი დრო და ის ერთ თვეში რთველი ხონა დაწყებული იყო, ტრენი აქვს ჩამდგარი ყველაფერი და თუნდაც გვეხმარება მთავრობა ძალიან კარგი იქნება. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო საქმის კურსია, ახლა უკვე ჩვენ დილისვე შევქმნით კომისია, მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ნახოთ, დაახლოებით ჩვენი ვარაუდით უკანა მხრე ზონაში 300-400 ჰექტარი უნდა იყოს დასეთქველი, მაგრამ ჯერ ზუსტ ციფრს ვერ დავალსახელებ, იმიტომ რომ ზოგიერთ ნაკვეთებში ვერ შევდივართ, იმიტომ რომ გაუვალია დიდი ნალექის გამო. ზოგან 100% შეიძლება იყოს როგორც მოსახლეობა მეუბნება, მაგრამ აი სადაც ჩვენ ვიმყოფებით, აქ 70% არის დასეთქველი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უნებლობის სააგენტოს ხელმძღვანელმა არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს სურსათის ეროვნული სააგენტოს 6 თვის მუშაობის ანგარიში წარუდგინა. ზურაბ ჩერტურიშვილის განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში უფრო მეტი ინსპექტირება განხორციელდა, ვიდრე ბოლო 3 წელიწადში. მისივე თქმით, ბადარდასულის სურსათის რეალიზაციის 379 ფაქტი გამოვლინდა, ხოლო ფორმა 2-ის გარეშე ხორცის რეალიზაციისთვის 61 ბიზნეს ოპერატორი დაჯარიმდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე და სააგენტოს მუშაობის შედეგებს საზოგადოებას ყოველ 6 თვეში გააცნობს. ჩვენ ამ ინფორმაციას ეხლაც მივაწოდებთ, მომავალი ესე იგი 6 თვის შედეგებსაც ვაცნობებ და ეს იქნება ტრადიციული შეხვედრა, პლუს ამას არა მარტო არასამთავრობო ორგანიზაციებს, ეს ანგარიში გამოქვეყნებულია, დადებულია ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე. მუშაობთ 24 საათიან რეჟიმში, თუნდაც როგორც მოგახსენებთ, პირველი 6 თვის განმავლობაში უფრო მეტი ინსპექტირებაა ჩატარებული, ვიდრე ბოლო 3 წლის განმავლობაში. მე ამას მივიჩნევ წარმატებად. ჩვენ ხედავთ უკვე რომ გაცილებთ უფრო მეტი ინსპექტირება განხორციელდა, სერიოზული შედეგებია წარმოდგენილი, რაც წინა წელთან შედარებით მართლაც რომ მნიშვნელოვანი გარღვევაა. მიუხედავად ამისა, სექტორში არის ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვებული. დანილები სექტემბრიდან თბილისში ახალ ბინებში გადავლენ. ყვარლის ქუჩაზე მათთვის 88 ბინა რემონტდება. სამუშაოების დასრულებამდე კი სამინისტრომ ბინების განაწილებისთვის სპეციალური განაცხადების მიღება დაიწყო. ყვარლის ქუჩაზე იმყოფებოდა და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა დავით დარახველიძე. მინისტრის თქმით, შენობის რეაბილიტაცია იქ უკანონოდ მცხოვრებთა გამოდარღვიან და რადგან მათ დასახლებას გარკვეული დრო დასჭირდა, მშენებლობაზე თავად დევნილებიც არიან დასაქმებული.
არის მასშტაბური მშენებლობა, მასშტაბური რეაბილიტაცია დევნილებისათვის. აქ განთავსდება 88 დევნილი ოჯახი, სექტემბრის 15-ისათვის უნდა დასრულდეს სამუშაოები. პრობლემა იყო ამ ობიექტთან დაკავშირებული, რამაც დროში ცოტა გააჭიანურა ეს საკითხი, უნდა დასრულებულიყო აგვისტოს 15-ისათვის, მაგრამ გარკვეული დრო დაჭირდა. ამით მე დროებით ზუსტად 2-მდე ჯემშვიდობებით თქვენ წინდელი ცხელი შუადღე შალვა რამიშვილთან, კეთი ჭეჭელიასთან და ნატა მაღალაშვილთან ერთად. მადლობა სოფო, დიდი მადლობა სოფოს. უმეცი მადლობა სოფო. ნაცნობ. რომელმაც დღის მნიშვნელოვან მოვლენებზე ისაუბრა. ვარდოსანიძეც კარგია. ვარდოსანიძეც. ვარდოსანიძე სოფოც კარგია. ნატა ასათიანიც არაჩვეულებრივი. ნატა ასათიანი დამავიწყდა როგორ ის, რომ მე მგონი აღარ მუშაობს. შვებულებაშია თუ არ ვწდები? კი, შვებულებაში. ხო, ნუ არ ვიცი. მე მახსოვს ქალებს დასვენება ჭირდება, ჩალვა. სოფო, შენ მიდიხარ დასვენება? რა თქმა უნდა. შენ? მეც მივდივარ, შენ? მეც ალბათ წავა. ყველა გორში მივდივარ. აქედან ხო. კაი, აბა რა ხდება? აბა რა ხდება, რა გვაქვს დღეს მენიუში? ნატა დავიწყოთ. რა შეეხება ჩემს თემას? ნუგზარ კანდელა კი იქნება ჩემი სტუმარი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი და ვისაუბრებთ სპექტაკლზე Off-Road. შეზღუდული უნარის მქონე ადამიანებთან ერთად გააკეთეს ეს სპექტაკლი, რეჟისორია მერაბ შალიკაშვილი და ზოგადად ამ სამინისტროს სამომავლო გეგმებზე და რაღაც პროექტებზე, რაც არის დაგეგმილი სწორედ ინტეგრაციის კუთხით. რაც შეეხება ჩემს თემას, ონკოჰემატოლოგიური კლინიკა ნეომედი და ფარმაცევტული კომპანია მერმისი ერთობლივად აწყობს მოსახლეობის უფასო ამბულატორიულ გამოკვლევებს. ნეომედის დამფუძნებელი სოსო დავითაშვილი და ონკოლოგი პროფესორი მიშა შავდია იქნებიან ჩვენი სტუდიის სტუმრები. ძალიან საინტერესოა, ჩემი გადაცემის სტუმარი იქნება იანტაძე, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უსაინტერესო ეს სტუმარი, პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ გელას-აბულაშვილი იქნება ჩემი გადაცემის სტუმარი. ეს ის ადამიანი, ვინც შენ გუშინდელ ეთერში მოითხოვა. ეთერში მოვიწვიე, დავეჯითებით და ეს ადამიანი მოვა და ჩვენ ძალიან საინტერესო საუბარი გვექნება. გვაქვს კენელზე სასოცი რამე თუ სტუმრებზე გადავიდეთ. ვიცოცოთ ცოტა ხანი. ცოტა ხანი ძიფასტორი მოყოლიბო, ვიცოცებ. ქალური პოსტი მინდა წავიკითხო. რა კარგია რომ დაინახავ და არც თვალს დახუჭავ იმაზე რაც დაინახე, თითქოს სხვანაირად თენდება აცეთ დროს უფრო მშვიდად და დალაგებულად. ასეა ეთანხმები? რაღაცას რომ დაინახავ და თვალს არ დახუჭავდა. რაღაც საინტერესოა ფსიქოლოგიურად ყველაფერს შეგ ფსიქოლოგიურად ამ თემასთან დაკავშირებით უნდა მოვიდეთ. ჩვენ გვეკითხები რამე ფსიქოლოგიურად მოკავშირე. ვერ მივხვდი აზრს. არა, მეც ახლა მივჩაურმავდი ბოლომდე. კიდევ ერთხელ აბა დაბეჯითებით წავიკითხოთ. რა კარგია? ნელა წაიკითხე. რა კარგია? რა კარგია? რაღაცა კარგია უკვე. და არც თვალს დახუჭავ იმაზე რაც დაინახე. ხო, ნუ დაუშვათ, ანუ იგულისხმება რომ ისეთი რაღაცა დაინახა რომ შეიძლება თვალი დახუჭო, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ხუჭავს თვალებს. თითქოს სხვანაირად თენდება ასე დროს უფრო მშვიდად და დალაგებულად. არა, გააჩნია სიტუაცია. ვინ წერს ამ პოსტს? ხალი წერს. მე მგონი რა მოხდა, იცი მე გეტყვი რა. გათენდა, ეს ხალი ამ ხალმა გაიღვიძა სადღაც. დაინახა, სად გაიღვიძა, ვისთან ერთად ან სად? რა გარემოში? დაინახა. ხუჭა ამ ყველა. შეიძლება თვალი დაეხუჭა. თუმცა მიიღო გადაწყვეტილება. თუმცა მიიღო გადაწყვეტილება, ბოლომდე ეყურა, ანუ საკუთარ თავზე ეწუნია ის თუ სად გაიღვიძა, იმიტომ რომ მაგის ბრალი იყო. და მე რა მოხდა ბოლოს? რა თქვა ბოლოს? სხვანაირად თენდება ასე დროს მგონი? და მე მიხვდა რომ როცა ასე სიტუაციაშია და შეგვა იმას თუ სად გაიღვიძა შეგვა ბეს და მიხვდა რომ არა ვერც კი არ შეგვა რაღაცა სხვა განცდა დაეუბა და სხვანაირად გატენდა და გაიფიქრა დე იყოს ასე ხო ნუ ალბათ ფსიქოლოგიურად მიუდგა ეხლა ჩვენ რა ვკითხოთ ამ გოგონას რომელსაც ეს დაპოსტა თუ კონკრეტულად ვისთან ერთად და მე შენ გეტყვი ვინ დაპოსტა და შენ შეგიძლია რომ გვინდოდა ასეთი გადაცემის გაკეთება მოგვეწიოთ თუნდაც ფსიქოლოგი და მისთვის ასეთი უცნაური კითხვები დაგვესვა და აი ამ კითხვით დავიწყოთ ეს მომავლისთვის შევინახოთ. აკა ჯიჯიხია წერს, ყველაზე მაგარია, როდესაც ქართველი ცნობილი ადამიანების სტატუსის მიხედვით ჩვენი ყვითელი პრესა სტატიას წერსო. ხდება ხომ ასე, რომ ვიღაც დაპოსტავს რაღაცა სტატუსს და ხშირად ხდება და აი ამას მივაბავ ჟურნალისტის კითხვა. მსოფლიო ჩემპიონს ჭიდაობაში რამაზ ნოზაძეს და მის მეუღლეს ხატიას იჭინავას ეკითხებიან. გიცდიათ ჭიდაობა? კარგი კითხვა. თქვენცურა. დაახლოებით ისეთი როგორც ნუგზარ ჯუღელმა ეკითხა თავის დროზე მსოფლიო ჩემპიონს კითხვა ცურვაში თქვენ ცურავთო?
გურული ანეკდოტი. მიცვალებულია გურიაში, ასეთი გვერდია. Facebook გვერდია გურია. მიცვალებულია გურიაში. პანაშვილის მერე დაიწყეს ჯელობა. როის გამბანოდ, როის ჩავაცოდო და ასე შემდეგ. ერთი ძახის ადრია ჯერო, დილას ჩავაცოდო. ეკლო ყველაფერი ერთ სიტყვით აღარ ჩერდება. ამოვიდა მეზობესკის შეში და დაიყრებოს. რაია ძამა ადრე ამ მეიჩეჩავს დილამდე თუ რა. ქართველები იმდეს ვიზავთ, რომ Facebook-ი ფასიანი გახდება. თქვენ თვითონ განსაჯეთ, აბა წარმოიდგინეთ, ცუკერბერგი რომ იყო და ხედავდეთ, რომ მთელი სახელმწიფო თქვენი ქმნილების წყალობით იმართება. იცოდეთ, რომ Facebook-ი 3 დღით გამართვა მთელი ქვეყნის სრულ დესტაბილიზაციას გამოიწვევს. პრინციპში არის ამაში რაღაც ჩართულები, ესე Facebook-ში თუ მთელი მსოფლიო. მე მგონი რეკორდს მოუხსნით, ხო? არა, ასეა თუ არა, პრინციპში მთელი მსოფლიო ალბათ, ხო, ჩვენ გამონაკლისები ალბათ არ უნდა ვიყოთ. ეკაჩხეიძე წერს ისეცივა ყველა აუზესეილიაო, თუმცა დღეს ცოტა დათბა. დიდი მადლობა იმისთვის, რომ არსებობთ და ჩვენ ველოდებით უკვე ჩვენს სტუმარს. იანთაძეა ჩვენი განაცემის სტუმარი, მოგესალმებია. მოგესალმებით და მივესალმებით ჩვენ. ჩვენ კარგად გვახსოვს შენი საინტერესო პროგნოზის შემცველი სტატიები, ანალიზი, მომავლის პოლიტიკური ანალიზი. ამ ბოლო დროს აღარ წერ, ხო? იშვიათად ძალიან. ხო, და რატო? მეც მიფიქრია ამაზე რატომ. შესაძლოა იმიტომ, რომ Facebook-მა ძალიან წარმატებით შეითავსა ის ფუნქცია, რაც ჰქონდა ბლოგს. ანუ ეხლა შესაძლებელია უფრო მოკლე ფორმით თქვა სათქმელი და ისევ მიაწვინო ხმა. მოკლედ წერდი შენ გზად არ წერდი არასოდეს, უბრალოდ იყო საინტერესო შენი ხედვები. შენ მაგალითად ლაპარაკობდი იმაზე, რომ ბევრს რომ თვითონ ჰომოგენური ან ერთიანი არ არის ნაციონალური მოძრაობა, თუმცა მას ერთიანი ქვია და იქ არიან რაღაც გარკვეული ჯგუფები. ჩვენ თვალნათლ ხედავთ, რომ ეს ჯგუფები ახლა რაღაც მოძრაობებს ახორციელებენ. ძალიან საინტერესოა ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ საქართველოს მდგომარეობა და მოწყობა. ესეც ძალიან საინტერესო თემაა და მე მგონი არავის კარგად არ გავანალიზება თუ რატომ წააგო სააკაშვილმა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. რატომ არ გადავიდა პირდაპირ დიქტატურაზე? რატომ არ მოკლა ხალხი? ესეც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ მოხდა სასწაული ამაზე მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი ლაპარაკობდა თავიდან და მე მგონი ბოლომდე მხოლოდ მას ჯეროდა ამის რომ ესენი არ ისვრიან და მოხდა მართლაც სასწაულებრივად არ ისრულეს. მოდით გულზე ხელი დავიდოთ, ყველას ჰქონდა განცდა, რომ უბედურება შეიძლება დატრიალებულიყო. არ დატრიალდა, წააგეს, მიდიან, ზოგი ციხეში წავიდა, ზოგი ძალიან შორს ისტორიის კუნჭულებში. ესეც საინტერესო თემა. აი რომელს დაწერდი შენ, რომელს განიხილავდი ამ თემებიდან? საქმე ის არის, რომ ახლა აქ ბევრი დასაწერი არაფერიც აღარ არის, იმიტომ რომ როდესაც ერთ-ერთი უცხოური გამოცემის ჟურნალისტმა თუ არ ვცდები, ესტონური გამოცემის ჟურნალისტმა დაუსვა ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ეს შეკითხვა, რომ რატომ არ მოხდა ხაშურიზაცია მთელ საქართველოში და რატომ არ გაისროლა, ასე ვთქვათ. ხო, რატომ არ ისროლა? ხო, პასუხი იყო ესეთი, რომ ამ მომენტში ძალიან კარგად იმუშავეს ამერიკელებმა. ანუ ფაქტობრივად ბატონმა პრემიერმა დაადასტურა ის, რასაც ისედაც ყველა ფიქრობდით, რომ სხვა ძალა არ არსებობდა ნაციონალური მოძრაობის გამჩერებელი, თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების პირდაპირი ნება. გარკვეული ვალდებულებაც აქვთ, ამიტომ ამერიკელებს და ამიტომაც იცავენ ასე ძალიან არა, მაგრამ იცავენ პირადად სააკაშვილს და ზოგადად ამახვილებენ ყურადღებას, იმიტომ რომ ზოგიერთი განცხადება ამერიკელების იმდენად არა, მაგრამ ევროპელი ჩინოსნების არის გამაოგნებელი უბრალოდ თავისი არაობიექტურობით. ხო, ეხლა ეს ძნელი კითხვაა ჩემთვის, იმიტომ რომ რა თქმა უნდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი მათთვის იყო სიმბოლო იმისი, თუ აი როგორ უნდა აშენდეს დემოკრატია პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, თუ როგორ უნდა გატარდეს რეფორმები და ასე შემდეგ და შემდეგ ამ იდეას ეჭიდებოდნენ ძალიან, მაგრამ ეხლა დღეს იმდენად თვალსაჩინოა, ვთქვათ, რას აკეთებდა ნაციონალური მოძრაობა და იმდენად თვალსაჩინო იყო 7 ნოემბრის შემდეგ 26 მაისის შემდეგ, რომ გარკვეული კითხვები ჩდება იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანები რაღაცას თუ ხედავენ ერთი მიმართულებით, მეორე მიმართულებით რატო ვერ ხედავენ რაღაცას, რომელიც მიკერძოებულები არიან და იმიტომ. კი, არიან, ნამდვილად არიან, მაგრამ რა არის ამ მიკერძოების საფუძველი? ამას ლაპარაკი ეხლა ძნელია, ალბათ სხვადასხვა საფუძველი. რიგ შემთხვევაში არის შეიძლება მატერიალური დაინტერესება, რიგ შემთხვევაში არის უბრალოდ
სრულიად სულელური კომპლექსი, რუსოფობია, მათ აქვს განცდა, განსაკუთრებით რუსეთისგან ძალიან დაზარალებულ პოლონეთს და ბალტიისპირელ და ჩრდილოევროპელ ჩინოსნებს, ევროპელ ჩინოსნებს აქვთ განცდა, რომ ეს კაცი არის, ასე ვთქვათ, მიხეილ სააკაშვილი არის რუსეთთან მებრძოლი რაინდი და მას ყველაფერი უნდა ეპატიოს ამიტომ და ეს არის ფობია, ალბათ ერთ-ერთი სტერეოტიპი მათი არასწორი, აი ამ ორი მიზეზის გამო. ერთი რამ არის კიდე ხა ომთან დაკავშირებით ჩდება ერთი შეკითხვა, რომ როდესაც ისინი აფრთხილებდნენ მიხეილ სააკაშვილს, რომ არ წამოეგო არანაირ პროვოკაციას და მაინც მოხდა ის, რაც მოხდა, ამის შემდეგ 4.5 მილიარდი დოლარი გამოიგზავნა საქართველოში პირობების გარეშე ფაქტობრივად. ხო და როდესაც ადამიანი აკეთებს იმას, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოს და ამის შემდეგ კიდევ ისეთი მხარდაჭერა აქვს, რომ ინარჩუნებს ძალაუფლებას, ეს ამ კითხვაზეც ჯერ მგონი პასუხი ბოლომდე არ გაცემა. ხო, უნდა გავცეთ მამაცი. რატომ ფაქტობრივად დაჯილდოვდა ის იმის შემდეგ, რაც მე მგონი, იმიტომ რომ პრაგმატულმა პოლიტიკოსებმა უცხოეთში ვერ დაინახეს მისი შემცვლელი. პირდაპირ ვთქვა და როგორც კი ადამიანი გამოჩნდა, რომელსაც ჰქონდა ძალიან მაღალი რეიტინგი და რომელსაც მოახერხა, რომ სააკაშვილთან ბრძოლაში ჩააბა მთელი ქვეყანა, თითქმის ადამიანი არ დარჩენილა, რომელიც რაღაცა ფორმით მაინც მონაწილეობას არ მიიღებდა. ჩუმი მხარდაჭერით, აქტიური მხარდაჭერით, საზოგადოების ყველა ფენა იყო, მე მგონი, ამაში ჩართული, მართლაც მან მოახერხა ეს პოლიტიკური სპექტრის არასამთავრობოდან წამოსული ადამიანების აქ დიდი გაერთიანება არც იყო საჭირო, იმიტომ რომ ისაც სუსტი იყო მაგ დროისთვის. ხელოვანები, ცნობილი ადამიანები, სპორტსმენები, აი ყველანი რაღაცნაირად გაერთიანდნენ. იგივე მოცემულობა იყო გარდაბიძინა ივანიშვილისა პირადად, რა თქმა უნდა 2008 წელს, როდესაც თუმცა აქ სუსტი იყო, ფინანსური რესურსი არ იყო და რა თქმა უნდა, რაც მერე გამოჩნდა ოპოზიციურ პარტიებს ასეთი ძლიერი ავტორიტეტი ვერ აერთიანებდა მაშინ და შესაბამისად დაიშალა. კარგი. მოდი ახლა პირდაპირ როგორც მოქალაქეს გითხავ. 1 ოქტომბრიდან მოყოლებული მდგომარეობა შენი აზრით გაუმჯობესდა თუ არა? მე არ მაქვს ლაპარაკი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა თუ არა? საქართველოს ახლა უკეთესად ცხოვრობს ვიდრე ადრე? ერთ მნიშვნელოვანი პასუხი არის დიახ, მაგრამ ავხსნი რატომ? იმიტომ რომ ეს ხშირად ითქმის ხოლმე და მე გავივლი და სხვა რამეზე ვსაუბრობ, თითქოს ეს არც ისე მნიშვნელოვანია. სინამდვილეში დღეს ადამიანები გახდნენ სხვანაირები, ვიდრე იყვნენ 1 ოქტომბრამდე. მე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს ყოველთვის მიხდებოდა რეგიონებში წასვლა, იქ ხალხთან შეხვედრა. მე ვიყავი არჩევნების წინა პერიოდში საქართველოში 11 ქალაქში და 1300-ზე მეტ ადამიანს შევხვდი. ჩვენ მათ ვთავაზობდით, რომ აქტიურ მოქალაქეებს მიეღოთ მონაწილეობა ინფორმაციის შეკრების და გავრცელების სისტემაში. დიახ, წინა საარჩევნო პერიოდში, დიახ, ჩვენ ვთავაზობდით, რომ ყოფილიყვნენ მოქალაქე ჟურნალისტები, იმიტომ რომ ჟურნალისტი ყველგან ვერ იქნება და მოქალაქე არის ყველგან. აი მაშინ ჩვენ ხვდებოდით ადამიანებს და ძირითადად საუბრობდით ჩვენ, უხსნიდით რა გვინდოდა მათგან, ნამდვილად დაგვეხმარნენ არჩევნების გაჩვენებაში, ძალიან საინტერესო ქსელი შედგა ამ ქალაქებში, მაგრამ ეხლა უკვე ჩავედით, აი 2 კვირა ვიყავით დასავლეთ საქართველოში და ერთგვარად ანგარიში ჩავაბარეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა არჩევნებზე მათი დახმარებით და რა ხდება არჩევნების შემდეგ. რა შეხვედრები იყო? და აი ეს ისევ იყო მოქალაქეებთან შეხვედრები. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის პირველი ქრონოლოგიურად იყო ის, რომ ყველა კარი იყო ღია. მაშინ, როდესაც არჩევნების წინა პერიოდში უდიდესი პრობლემა იყო შეხვდებოდით ადამიანებს. შენობების მხრივ დავიწყოთ შენობებით. ყველა კარი იყო ღია, იყო შეხვედრები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, როგორც ადრე, იქ ყოველთვის ღია კარი, იყო შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის დარბაზებში, რაც ადრე იყო თითქმის შეუძლებელი, იყო შეხვედრა ფოთში მაგალითად თეატრის შენობაში და ასე შემდეგ. მოკეთ ბიბლიოთეკაში შეიძლება და შეხვედრა ყველა კარი იყო ჩვენთვის ღია. გვეუბნებდნენ აი სადაც აირჩევთ იქ შეხვდით ჩვენი ყავს კოორდინატორები ადგილზე და ისინი ამზადებდნენ ამ შეხვედრებს და უადვილესი ხალხი თვითონ როგორ საუბრობს? ეხლა რაც შეეხება ხალხს. არა, კიდე მეორე ფაქტორი.
მეორე სიახლე იყო ის, რომ ამჯერად ჩვენ შეხვედრებს ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. ესწრებოდა ერთგან საკრებულოს თავმჯდომარე, ესწრებოდა მეორეგან საკრებულოს რამდენიმე წევრი, ესწრებოდა ფოთში ქალაქის მერი თვითონ, ასე რომ ესეც იყო სიახლე, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ ჩვენთან ერთად ამ დისკუსიაში. სხვათა შორის იყო ძალიან ცხარე დისკუსიები და ხა გადავდივარ მესამე თემაზე, ეს უკვე უშუალოდ მოქალაქეებს შეეხებათ. ის ადამიანები, რომლებიც ადრე არ მოდიოდნენ ჩვენთან, ან მოდიოდნენ და მაინც ძირითადად იყვნენ ჩუმად და უსმენდნენ იმას, რასაც ჩვენ ვეუბნებოდით, ეხლა არიან ძალიან აქტიურები. ძალიან აქტიურები არიან როგორც წარსული შეფასებაში, ისე აი ამ მიმდინარე მომენტის შეფასებაში. იქ იყო სერიოზული კამათი ადგილზე, ძალიან დინამიკური შეხვედრები იყო. აი მაგალითისთვის ავიღოთ ფოთი, სადაც ადგილობრივმა მოსახლეობამ უამრავი საყვედური უთხრა ფოთის მერს და ფოთის მერი სხვა შორის ძალიან კულტურულად ისმენდა ამ საყვედურებს და ძალიან კულტურულად პასუხობდა, ვთქვათ, ისე როგორც ანუ ადამიანებს შიშის გზნობა ადამიანები სხვანაირები არიან, არა მარტო შიშის გზნობა გაუგრათ, არამედ გაუჭდათ სურვილი, რომ ხმამაღლა შეაფასონ ის გარემო, რომელშიც ცხოვრობენ. ეს მნიშვნელოვანია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მარტო ეს არის, მარტო ეს გამოსწორდა თუ კიდევ შეიძლება რაღაც. ეხლა ვიტყვი კიდევ, ნუ ეხლა კონკრეტული თემები თუ გაინტერესებს, ეხლა მაგალითად ციხეში რომ მდგომარეობა გამოსწორდა თვისებრივად, ეს მე მგონი ეჭვი ამაში არება. პრობლემები ალბათ არის და იქნება ყოველთვის თვითონ მინისტრები. გამოსწორებაზე არ კარგი, სხვა რამეს ვიტყვი. გაუარესება კონცეპტუალურს ვიტყვი. ძალიან კარგი არის ის სოციალური პაკეტები, რომლებიც უკვე ამუშავდა და ალბათ კიდე ზოგიერთ სხვა პაკეტშევა ძალაში, მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ თვისებრივი რეფორმირება მოხდეს იმ მიმართულებების, რომელიც არის აი ძალიან ფუნდამენტური ქვეყნის განვითარებისთვის, ესეთი რამე არ ხდება. მაგალითად განათლების სისტემა. მაგალითად განათლების სისტემა, სადაც კი სოციალური პაკეტები ამუშავდა და მაგალითად მასწავლებლებმა საშუალოდ მიიღეს 70 ლარით მეტი, ეს იყო მათთვის კარგი. შეუძლების ვადაც გაუგრძელდა. კი ბატონო, მაგრამ მოდი დავსვათ შეკითხვა. თვისებრივად შეცვალა ამან მასწავლებლის სტატუსი, თვისებრივად გაუჩინა ამ ამ პირობებმა, ახალმა პირობებმა მოტივაცია იმ ადამიანებს, რომლებიც არ იყვნენ სკოლაში, რომ წასულიყვნენ სკოლაში და ბავშვების სწავლებდნენ. თვისებრივად შეცვალა, თქვა, სწავლების პროცესი სკოლაში არა. ამისთვის არის ძალიან ბევრი რამ გასაკეთებელი. სასამართლო რეფორმა მე მგონი, უпростоრად სასამართლო რეფორმა იმდენად არა, რამდენად სასამართლოს გაადამიანურება. მე ვამბობ, წინასწარი პატიმრობის მიზჯის რაოდენობის უმკვეთრეს შემცირებას და პოლიტიკურად ანგაჟირებული საქმეების პროკურატურის დაინტერესებული საქმეების შემცირებას ან გაქრობას აი ამაზე რა სიტყვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლომდე არ ვიცით რა გამოვა დღევანდელი სასამართლოდან, იმიტომ რომ ერთი მხრივ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ძალიან კარგი არის, რომ მართველი პარტიის ძალაუფლება ვერ განხორციელდა სასამართლოზე და ამავდროულად ნაციონალების ძალაუფლებაც ვეღარ ხორციელდება. და ამიტომ ვთქვათ, ბატონ კუბლაშვილი რასაც ამბობდა, ამას აქვს საღიაზე ამაში არის, რომ ეხლა სწორედ ახლა აი ამ პირობების გამო გათავისუფლდა სასამართლო. თუმცა ახლა თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის მოსამართლეები, რომლებიც ადრე ძალიან უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ, იქნებიან მუდმივად თავის პოსტზე, მე არ ვიცი ეს რამდენად შესაძლებელია, რამდენად სწორი იქნება, იმიტომ რომ ადამიანმა უნდა დაიმსახუროს საზოგადოების ნდობა და ესეთი უვადო ნდობა ამ ადამიანებმა მე მგონი არ დაიმსახუროს. მედია უფრო დაბალანსდა ჩემი აზრით. მედია დაბალანსდა კი შიგნიდან, მაგრამ მედიასთან დაკავშირებით ჯერ ბოლომდე მე მგონი მაინც გარკვეული არ არის. ახლა მაგალითად საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით ძალიან კარგი კანონი მიიღო პარლამენტმა და მეტის გაკეთება ჩვენ როგორც სამოქალაქო საზოგადოებას არ შეგვეძლო. ახლა უნდა მენეჯერებმა გაკეთონ ჩვენში. არა, ახლა კიდევ ჩვენზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, იმიტომ რომ სამეურვეო საბჭო როგორი იქნება, ამას პარლამენტიც წყვეტს და სამოქალაქო საზოგადოებაც წყვეტს.
თუ კარგად ვიმუშავეთ, თუ დავძებნეთ ის ადამიანები, რომლებიც ნამდვილად არის საჭირო, ეხლა ჩემი დათვლით 36 ძალიან კვალიფიციური და პატიოსანი ადამიანი გვჭირდება იმისთვის, რომ საფუძველი ჩაეყაროს თვისებრივად ახალ სისტემას და რა თქმა უნდა პარლამენტსაც ამაში. ესე იგი მე ვგულისხმობ იმ საბჭოს, რომელიც შეიქმნება თუ კომისია პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომელიც გადაარჩევს აი ამ განაცხადებს მსურველების სამეურვეო საბჭოში და შემდეგ 27 ადამიანი, რომელიც ამ 9 ადამიანმა უნდა შესთავაზოს პარლამენტს იმისთვის, რომ მათგან მოხდეს 9 ადამიანის არჩევა სამეურვეო საბჭოში. თუ ეს 36 ადამიანი სწორად მოვძებნეთ და ეს პროცესი მივიყვანეთ კარგად ბოლომდე, მე უკვე სამეურვეო საბჭო თუ იქნება ნდობით აღჭურვილი, მე მისი საქმე კერძო ტელევიზიაში ცვლილებებია, იმიტომ რომ იქ გაცილებით უფრო ადამიანური გახდა, თუნდაც რუსთავიორი. ჩვენ ვიცით რომ ისევ სააკაშვილის საკუთრებაა, მაგრამ იქ ეს პროპაგანდისტული მანქანა რა თქმა უნდა აღარ მუშაობს და ცდილობენ ჟურნალისტები რომ მეტნაკლებად რა თქმა უნდა კრიტიკულ სიტუაციაში ასე არ ხდება, მაგრამ მეტნაკლებად როცა უშუალოდ მათი მფლობელი ბრძანება არ არის, ისინი ცდილობენ რომ რაღაცნაირად ბალანსი დაიწყოს. მართალია, მაგრამ მე მგონი ეს საკმარისი არ არის, იმიტომ რომ ხო, დავებია და ჩვენ რა ვიცი, ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ სანამ ეს დავა არ დამთავრდება, მანამდე ახალი მფლობელი არ გაჩნდეს რუსთავიოში, რაც იქნება ძალიან ცუდი და კატასტროფა მედიისთვის. ანუ ჩვენ რომ ვთქვათ, თავისუფლების კუთხით წინსვლა არის საზოგადოების, მედიის კუთხით წინსვლა არის. ხო, ნახოთ, ჯერ კიდევ ცოტა, შეიძლება რაც იყო იმასთან შედარებით. ხო, რაც იყო იმასთან შედარებით. კი ბატონო. სასამართლო ხელისუფლება რომ შევაფასოთ, რაც იყო იმას ჯობია. სოციალური პაკეტები არსებობს და სოციალური უზრუნველყოფა რაც იყო იმასთან შედარებით. როგორ მუშაობს, აი ეს არ ვიცით ჯერ, იმიტომ რომ ცოტა თუმცა განცდა არის, რომ იმაზე უკეთესი მაინც არის, რაც იყოს, რა არის ან ისეთივე, ან რა გაფუჭდა, რა არის ობიექტურად ის, რაც გაკეთდა და უარესი შედეგი მივიღეთ, ან საერთოდ არ გაკეთდა. ეხლა მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მძიმე არის ის, რომ მოლოდინები ხელისუფლების მიმართ იყო ძალიან მაღალი. მოდი ეხლა აქედან უნდა ვილაპარაკოთ, ხო, იმიტომ რომ ეხლა თუ ერთ-ერთზე შევადარებთ, მართლა არაფერი არ მაგონდება, ხო, რა გაფუჭდა და რა არის უარესი. რა იყო ადრე უკეთესი და რა გაფუჭდა? არა, ოპონენტებია ბევრ რამეს ასახებენ, მაგალითად რუსეთთან ურთიერთობა არა, მაგალითად დაკარგული სამუშაო ადგილები, ანუ სამთავრობო ასოცირებული ბიზნესები გაჩერდა, იმიტომ რომ ის სისტემა აღარ არის და აქედან გამომდინარე გაჩერდა რაღაც. მართალია სტატისტიკაც ამბობს, რომ უმუშევრობის დონე გაიზარდა. ხო, ამას ახლა არავინ არ ვარყოფს, რომ ეს ნამდვილად ეს ეკონომიკური მაჩვენებლებიც გარკვეული არის უფრო დაბალი. ეკონომიკური მაჩვენებლები, თუმცა ხადური მყავდა სტუმრად ბატონი და მან ისაუბრა ამ თემაზე და რაღაცა ახსნა კიდეც. კიდევ რა საერთაშორისო მდგომარეობა ზოგადად ანუ ჩვენი პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე არა მარტო მხოლოდ რუსეთთან მიმართებაში, რა კი ენერგიული არ არის ესეთი ქვეყნის მეთაური არ დადის ვიზიტებზე და საერთოდ რაღაც ორჭოფული პოზიციები უკავიათ, საერთაშორისო ურთიერთობები არის უფრო პრობლემა. ხო, და დაუშვათ უმცირესობებთან ხო, და მნიშვნელოვანი უმცირესობები რელიგიური, სექსუალური და ასე შემდეგ. აი ეგ. თვითონ პრემიერს არასდროს არაფერი არ უთქვამს ისეთი, რაზეც მოდავება ამ კუთხით შეიძლებადეს, მაგრამ ფაქტია, რომ იყო ისეთი მოვლენები, რომელზეც რეაგირება მან დაიგვიანა, ან საერთოდ არ იყო. ანუ განცდა, რომ რელიგიური უმცირესობები საქართველოში უფრო უარეს აგზნობენ თავს ახლა ვიდრე ადრე. ამბობენ ის ადამიანები, რომლებმაც იციან ეს საკითხი კარგად, ამბობენ, რომ დღეს კი უფრო მეტად უჭირთ ვიდრე ადრე. და სხვა უმცირესობებზე აი 17 მაისის ამბები. იცით რა, ეხლა რა შეეხება 17 მაისის ამბებს? კი, მართალია იყო ძალიან მძიმე დღე იყო და მართალია ჩვენმა თანამოქალაქეებმა აი ყველაზე ცუდი სახით აჩვენეს თავისთავად, რაც კი შეიძლებოდა, მაგრამ მეორე მხრივ ის, რომ LGBT თემის ადამიანები არიან აქტიურები და კიდევ უფრო აქტიურები ამ დღის შემდეგ და ისინი ცდილობენ, რომ იბრძოლონ ღიად თავისი უფლებებისთვის, მე მეჩვენება, რომ არის წინ გადადგმული ნაბიჯი და რაც ეს დროსთან არის უბრალოდ დაკავშირებული და ეს თემა იქნება უფრო და უფრო აქტიური. კარგი, და ბოლოს მინდა გითხო, მაინც რა დაწერ თუ არა საქართველოს ივანიშვილის პოსტიდან წასვლის შემდეგ, ესეთ
მიმოხილვას. არის საკმარისი მასალა არის ამისთვის? არ არის ჯერ მე მგონი, იმიტომ რომ უნდა ვიცოდეთ ვის ხელში რჩება საქართველოს. ეს კითხვა ყველას აქვს, ამაზე ბლოგის დაწერას აზრი არ აქვს. აი, როდესაც უკვე გვეცოდინება ინსტიტუციები რა დონეზეა და პერსონალიები ვინ არიან, მაშინ უკვე შეიძლება ანალიზის დაწერა იმასთან დაკავშირებით, რას მოუტანს ივანიშვილის ეს ნაბიჯი ქვეყანას და პირადად მე რატომღაც მაქვს განცდა, რომ ცუდი არ იქნება, იმიტომ რომ ერთი ძლიერი ცენტრი როცა აღარ იქნება ხელისუფლებაში, ხო, შესაძლებელია პროცესები უფრო დინამიკურად. და ბოლოს სააკაშვილზე თქვა სიტყვა, ჩემი აზრით სააკაშვილმა წააგო თავის ცხოვრების საქმე, იმიტომ რომ მიაწვა დიქტატორულს და არ იყო გამბედაობა, რომ ეს ბოლომდე გაეტანა. და მან მოინდომა ორს გამზეჯდომა დემოკრატიც რომ ყოფილიყო საზოგადოების უცხოეთის თვალში და ყოფილიყო ავტორიტარული ადამიანი. აი ამ გაორება მის დაღუპამ შენ როგორ ფიქრობ მოკლედ რამ დაღუპა რამ მე მგონია რომ სააკაშვილს ჰქონდა ერთი ძალიან სერიოზული ავადმყოფობა, ეს არის გამარჯვებული სინდრომი და ეს ძალიან მძიმე ავადმყოფობა და მან ყველაფერი დაკარგა 2008 წლის აგვისტოში, იმიტომ რომ ეს იყო პირველი მარცხი, რომელსაც ის იძულებული იყო, რომლისთვისაც თვალი გაესწორებინა. კი ამბობდნენ ჩვენ მოვიგეთ ომი და რუსეთის მაგრამ პირადად მისთვის ეს იყო ისეთი დარტყმა, რომ მე ყოველთვის ვიყავი დარწმუნებული, რომ ის ვეღარასოდეს წელში ვერ გასწორდებოდა. ან მისთვის ეს იყო ფსიქოლოგიური ტრავმა, ძახშად ლაპარაკობდა პუტინზე, რომელსაც მისი დაკიდება უნდა რაღაც ხელისმაწვდომი. თვითონ საუბრობდა ამაზე. ხო, იმიტომ რომ მანამდე ის ყოველთვის რაც არ უნდა გაეკეთებინა, მაინც თავს გრძნობდა გამარჯვებულად. ხახსენა, მაგრამ მაინც დაბრუნდა, ტელევიზია დაარბია და აბრუნდა მაინც. რა თქმა უნდა, ერთადერთი რაც იყო მისთვის აი ფსიქოლოგიურად აი უკვე ისეთი ტრავმა, რომელსაც ვეღარ მოერეოდა, ეს იყო აგვისტო 2008 წელს და ამიტომ მგონია, რომ ნამდვილად რაღაც სხვა შედეგს ელოდა, როდესაც მაშინ წააგო. მაშინ წააგო. და უბრალოდ გაფორმდა მერე. ხო, მერე გაფორმდა, ეხა ის წელს. თუმცა ბიზნესა რომ არ ყოფილიყო, როდის გაფორმდებოდა არ ვიცით. ხო, ეგეც არის, მაგრამ ეს ხო ფაქტია, რომ მთელი საქართველო მზად იყო უკვე იმისთვის. გამოჩნდა კიდეც. ადამიანები ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ არჩევნების დღეს თუ რა ნომერს ხაზავდნენ. ჩუმად შედიოდნენ და ხაზავდნენ 40. და მოდულის შენობაში აქვთ წაგებული არჩევნები, ეს ხო მე თავიდანვე ვიცოდი, მაგრამ ეხლა უკვე ყველა მიცის და ოფიციალურადაც ნათქვა. თვითონ მათმა ძალოვანებმაც კი უთხრეს არა. ხო, ცხადია. დიდი მადლობა, იანთაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობთ, რომ ესეთი ენერგიული ხარ და აგძელებ კიდევ. კი ბატონო. საქმიანობას ასე მადლობა. ჩვენ მომდენო სტუმარს ბატონ გელა სალუაშვილს ველოდებით სტუდიაში. მადლობთ. ბატონო მიხეილ გელას ალუაშვილი ბრძანდება. ბატონო მიხეილ გელა, რატო ორი სახელი? ამას მარტივი ახსნა აქვს. მე დაბადების მოწმობაში საბუთებში ბაბუაჩემის სახელი მიზერია მიხეილი, თუმცა შინაურობაში ესე რაც თავი მახსოვს. საიდან ბრძანდებით წარმომავლობით? მე გახლავართ თბილისელი. აქ დავიბადე, აქ გავიზარდე ჩემი მშობლებიც. თუმცა ჩვენ იმერეთიდან ვართ, დასავლეთიდან, დედაჩემი დასავლეთიდან. თქვენი ოჯახი მე მყავს ორი ვაჟი, 23 წლის საბა, ისტორიის მაგისტრი და 21 წლის საალი ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის 4 კურსის სტუდენტი. არა, ჯერ არა. 23 და 21 წლის ბავშვი. კი ბატონო, თქვენ ბრძანდებით კონსტიტუციონალისტი, თქვენ ბრძანდებით მშენებელი, თქვენ ამ ჰუმანიტარულ და ტექნიკურ პროფესიებს ერთმანეთთან ისე მე ათავსებთ, ხო? მე უნდა გითხრათ, რომ ცხოვრების მანძილზე ისე მოიტანა ცხოვრება, რომ ჩემი ძირითადი სპეციალობა მშენებლობა გახლავთ, მე ტექნიკური დოქტორი გახლავართ. ვარ ამავე დროს გერმანისტი, გერმანული ენის ასე ვთქვათ, უცხოების ინსტიტუტი დავამთავრე, ვარ ხელოვნებად ცოდნე, ვარ ამავე დროს იურისტი, კონსტიტუციონალისტი, ასე რომ რამოდენიმე პროფესიების კრებულია აუცილებელი იმ გზისთვის, რომელ გზაზე ჩვენ დავართ. გერმანული კარგად იცნობთ? ნუ ახლა შეძლებს დაგვარად. კარგი, საინტერესოა. თქვენ აი ახლა რომ უყურებ და ისე თქვენ გამოსვლებს რომ ვადენებ თვალს, გარკვეული ეზოთერული გამოცდილებაც გაქვთ. ანუ თქვენ გაქვთ რაღაც გარკვეული ინტერესი და წვდომა ეზოთერიკისადმი. მე აუხსნე მაყურებელს რომ ეზოთერიკა არის ფარული ცოდნა, დაფარული არსის შეცნობის მეცნიერება. ეს არის ის, რაც ახასიათებდა, რითაც ინტერესდებოდნენ ზვიადგამსახურდია, რითაც ინტერესდებოდა ბატონი მერაბ კოსტავა. ჩვენ გვაქვს აკითხული საქართველოს სულიერი მისია, მათ მიერ დაწერილი
და შტაინერის ძალიან დიდი გავლენა იყო მათზე. თქვენზე არის ეს გავლენა, თქვენ იზიარებთ მათ პოსტულატებს თუ როგორ არის? ბატონო შალვა, უპირველეს ყოვლისა უნდა გითხრათ, რომ მე გახლავ ვარ თეოლოგი. პლუს მაგას რასაც ვლაპარაკობ, ამის გარდა თეოლოგია, შენებელი, გერმანისტი, კონსტიტუციონალისტი და თეოლოგი. თეოლოგიის დარგში მე ვარ დაახლოებით 50-მდე კრებულის ავტორი, მთლიანობაში 90-მდე ნაშრომი მაქვს. მათ შორის 9 კონსტიტუციის თაობაზე, დაახლოებით 1-15 ისტორიის თაობაზე საქართველოს. რაც შეეხება მოსწრებას, მე დავიბადე 1958 წელს და 55 წლის ვარ. ხო, მაგრამ რაღაც ამ ცხოვრების მანძილზე ღმერთმა რაც ის შესაძლებლობას მოგვცა, ასე ვთქვათ, იმას ვაკეთებდი. ამიტომ მინდა დაუბრუნდე ინტერესს, რაც თქვენ თქვით. ესე იგი, ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამა პირობითი 2 ნაწილისგან შედგება, ბატონო შალვა. ეს არის პირველი ეროვნულ-რელიგიური ნაწილი, რომელიც მთლიანობაში მოიცავს საქართველოს სულიერი მისიის თემატიკას და მეორე გახლავთ ეროვნულ-პოლიტიკური ნაწილი, რომლის მთავარი არსი და მთავარი დანიშნულება გახლავთ, ესე იგი, დღეს არსებული მართლობითი სისტემის შეცვლის პროგრამაა. თქვენ ეზოთერია რო ახსენეთ, თქვენ ყველგან აქ ეძებთ ნიშნებს, ფარულ ნიშნებს, ბიბლიიდან ციტატები მოგყავთ. დიდი მადლობა, ძალიან კარგი კუთხით მიაქციეთ ყურადღება. ესე იგი, ჩვენი ამოსავალი წერტილი 96 წლიდან მე გახლავართ იმ პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე, რომელიც 1992 წლის 10 იანვარს დაარსდა. აი ცნობილი დეკემბერიანის მოვლენების შემდეგ და ჩვენს პარტიას ერქვა სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმაერისა. 92-95 წლებში ჩვენ ვღებულობდით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ მე 96 წლის ბოლოდან ჩამოვაყალიბეთ საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი ლაზარეს ინსტიტუტი, რომლის ხელმძღვანელის გახლავართ მე, რომელიც ვიკვლევდით სწორედ აი მაგას გეუბნებით. ესე იგი 97 წლის april'is თვეში უწმინდესთან აუდიენციისა და მისი კურთხევის მიღების შემდეგ ჩვენი კვლევის შედეგების რამოდენიმე ათეული წერილი გვაქვს, ესე იგი წმინდა სინოდისთვის ჩავარებული. 97 წლიდან მოყოლებული ჩვენ თან აქტიურ პოლიტიკას ჩამოვცილდი და სწორედ ამ ეზოთერული, ანუ თეოლოგიური კუთხით საქართველოს ისტორიის შესწავლას მივყავით ხელი. და უნდა გითხრათ, რომ ესე იგი ჩვენი ამოსავალი წერტილი გახლავთ იოანე ზოსიმეს ქებაი და დიდებაი ქართული საენისაი. დამარხულარს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლის ამ მისის სასაწამებლად. რაით ამით აენითა უწყოს ყველა ენას. სოფლიოში 2 ერი არსებობს, ეს არის ებრაელი ერი და ქართველი ერი, რომელსაც განსაკუთრებული სულიერი მისია გააჩნია კაცობრიობის წინაშე. ეს არის ებრაელი ერის მისია გახლდა პირველად შობის მოსული მაცხოვრის განკაცებისეული, ესე იგი მისიის ტარება და იმ ნიშნების თავში არსებობა და მეორე, ესე იგი ეს არის ქართველი ერის მისია, აი როგორც იოანე ზოსიმე ბრძანებს, მეორედ მოსვლის წინარე დროის დადგომის ნიშნები საქართველოში მომხდარი ფაქტებით გვიდასტურდება და ამის დამოწმებას რა არის მეორედ მოსვლის ნიშნები? მე წავკითხული მაქვს იოანეს გამოცხადება. კარგად. რა თქმა უნდა, ალეგორიულად არის საუბარი ყველაფერზე, იმიტომ რომ ცხადია, რომ კოდირებული თხრობა სწორედ ალეგორიას ემყარება, აბსოლუტურად მართალიზანდები. ჩვენ ახლა ხო არ დავიწყებთ ლაპარაკს, რომ აქ რაღაც კალიების ვინა წამოვა და ასე შემდეგ. მაგრამ თქვენ კონკრეტულად რა მოვლენებში დაინახეთ, მოკლედ რომ თქვათ, მეორედ მოსვლის აპოკალიფსის მოახლოება, საქართველოში განვითარებულ მოვლენებში. ესე იგი, დიდი მადლობა ბატონო შალვა. ამოსავალი წერტილად არის ის, რაც თქვენ ბრძანეთ. კოდირებული თხრობა არ ითვალისწინებს, თქვათ, კონკრეტული მისამართების, ცხადი მისამართების ჩამოთვლას. უნდა ეთანადებოდეს. გარდა მაგისა, კოდირებული თხრობა, აი მაგალითად ძველ ხელნაწერებს რო შიფრავენ, თითოეული სიმბოლო, თქვათ, გაუშიფრავი ტექსტია. თითოეულ სიმბოლოს რო დაარქმევ, ეს არის ყველგან უნდა იყოს. მეორე ბერო რაღაც ტექსტი მიიღო, ხო? ასევეა კოდირებული თხრობის იმ თხრობა ჩამონათვალში, რომელსაც ესე იგი ბოლო ჟამის ის ქვია. და რა არის ეს? იქ არის მოთხრობილი ესე იგი ჩამონათვალი ნიშნები და სადაც აცხადდება და ვიზეც აცხადდება, სწორედ მათზე. ამ კონკრეტულად ესე იგი ბიბლიური თხრობიდან მომდინარე ასე იწყება მაგალითად დანიელის წინასწარმეტყველება და თქვა იერემია სწორედ ამას ლაპარაკობს, რომ ის ტერიტორია, რომელშიც ბოლო ჟამის დადგომის ნიშნები უნდა შევიცნოთ, ესე იგი 70 წელიწადი ჩრდილოეთი მეფის ტყვე უნდა იყოს. აი დაახლოებით ასეთი ფორმულირება, ასე თქვა საბაოთ უფალმა, რა კი არ გესმოდათ, ახლა მოუხმობ ჩრდილოეთის ყველა ტომს და მის მორჩილებაში იქნებიან 70 წელიწადს ეს ხალხები. ეს არის არა
საბჭოთა კავშირი ხო, მაგრამ მე რატო უსვავს 70 წელს ბიბლია? იმიტომ რომ იმ ტერიტორიაზე, რომელშიც მაცხოვრის კვართია დაფრული, ის ტერიტორია, რომელიც ღვთისმშობლის წილხვედრი იყო, 1921 წლიდან მოყოლებული, გვეუბნებოდნენ, რომ ღმერთი არ არსებობსო. ანუ გამოყოფილია უღმერთობის, ათეიზმის პრინციპიდან მომდინარე 70 წელი. ჯობია მიხეილ დაგიზახოთ თუ ჯობია როგორც გნებავთ გელა გინდა. ისე როგორ გეძახიან? ისე გელა ჯობია. ბატონო გელა, მინდა გითხრათ, რომ თქვენ ეს ძალიან საინტერესოდ საუბრობთ. გასაგებია უკვე თქვენი არსი, მაგრამ მოდით თქვენი მთავარი ამომასწორებელი, თქვენ ხო გიდათ გამარჯვებული? კი. დარწმუნებული ხო ხართ? მე დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ღმერთს ნებავს. და თქვენ მიანდეთ, რა თქმა უნდა, როგორც მოწმე ადამიანმა არჩევნების ბედი, თქვენი ბედი ღმერთს, მაგრამ ამავე დროს თქვენნაირი ადამიანი რაღაც გარკვეულ გახსნასთან, გარკვეული გახსნის, გარკვეული ინიციაციის გარეშე თქვენ არ წამოხვიდოდით ამ საქმეზე, ხო? თქვენი საუბარი ღმერთთან გქონდათ, მე მგონი უკვე, ხო? არა, ეს კი არ უტრირებ, მე აი ხო ხვდებით რატო გეკითხებით ამ. ისა ღმერთი ადამიანებს ელაპარაკებოდა სხვადასხვა წინასწარმეტყველების ენით, ამას ქვია ბიბლია. ამიტომ ბიბლიასთან საუბარი იგივე ღმერთთან. ხო, მაგრამ თქვენ ეს ნაბიჯი რო გადადგით, თქვენ გქონდათ რაღაც გარდმოსვლა, ხო? არა, რაღაც იმ მიღმური, მეტაფიზიკური მომენტი თქვენ შორის თქვენთან იყო, რომ აი ახლა დროა რომ წახვიდე და გააკეთო თქვენ ესეთი რამე იყო. დიდი მადლობა ბატონო შარვა. მე რო გითხარით რომ 97 წლიდან ჩვენ თან პოლიტიკას ჩამორცილდით, მე ამას იგულისხმობოდა რომ ჩვენ არც ერთ არჩევნებში აღარ მიგვიღია მონაწილეობა. და აი როდესაც ჩვენ გვენიშნა, რასაც თქვენ ბრძანებთ სწორედ. აი აქედან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ 2011 წლის მიწურულს დადგა ნიშნების აცხადების დრო და ჩვენ სახელმდებაში შევიტანეთ ცვლილება და 23 დეკემბერს იუსტიციის სამინისტრო დაამატა ჩვენს დებულებაში, ესე სახელმდებაში სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმაერისა, უფალია ჩვენი სიმართლე. დღესულად ასე ქვია ჩვენს. პატრიარქთან გახდით 23 დეკემბერს და მოვახსენეთ ჩვენი პოლიტიკაში აქტიურად გადასვლის მექანიზმი. რამ გვიბიძგა თქვენ ახლა ნახეთ, რატომ 2011 წელს რაღაცა მოხდა, რაღაცა იყო. აი მე გეტყვით, რომ აი 70 წლიანი ბოლოს, აი ათეიზმის ბოლოს, ბიბლია იძახის, რომ უნდა მოვიდეს ვიღაც ცხებული მეფე, რომელსაც 62 შვიდეული შემდეგ მოიკვეთება ცხებამდე, ხო? არა, 62 შვიდეული ეს არის 434 დღე. და აი მე მინდა მოსახლეობის წინაშე ხმამაღლა ვთქვა, რომ 1990 წლის 28 ოქტომბრიდან 1992 წლის 6 იანვრამდე არის ზუსტად 434 დღე. ანუ აქ არის ლაპარაკი ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლაზე და მოკვეთაზე. შემდეგ ბიბლია თქვენ სადახართ, აი თქვენ არა, სწორედ მაგ ჯაჭვი მინდა რომ მოვიდე ბოლო ჯაჭვი. ესე იგი თუ ეს ჯაჭვი არ თქვით, ეს გაუგებარი გახდება. შემდეგი რგოლი გახლავთ ის, რომ აი ზვიად გამსახურდიას მოკვეთის შემდეგ ბიბლია იძახის, რომ მის ნაცვლად 4 ამოვიდა. 4 ეს იყო იოსელიანი, სიგვა და შემდეგ შევარდნაძე, რომელიც ჩამოვიდა. მე შემდეგ მოცემულია რამდენხანს აი აქ ესე იგი ჩამონათვალში წერია, რომ ეს მეოთხე იმ სამს მოიცილებს. და როდესაც ბიბლიაში წერია ეს. ბიბლიაში მინიშნებებია. ეს არის აი მე წაგეკითხავთ, ეს არის დანიელის 8:21-22. ადითად ამ წინასწარმეტყველებით ხელმძღვანელობთ. ძირითადად ბიბლიის ხელმძღვანელობთ, მათ შორის დანიელი. შემდეგი ასეთია. შემდეგ ბიბლია აფიქსირებს, რამდენი ხანი უნდა იყოს შევარდნაძე ხელისუფლებაში. აი აქ წერია, იგი მრავალთაგა განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში და შვიდეულის ნახევარში შეცვლის ღვენსა და მსხვერპლს. სიბილწის მთებზე იქნება გამწიალებელი, ვიდრე განგებული დრო არ ეწება. შვიდეული და შვიდეულის ნახევარი ეს არის 10 ნახევარი წელი. 1992 წლის 11 ოქტომბრის ნახევარი 10 ნახევარი. 3 ნახევარი. 7 იქნება 10 ნახევარი და რამდენი გამოდის? აი გეტყვით, არა, 7 და შვიდეულის ნახევარი ჯამში არის 10 ნახევარი წელი. და გეტყვით 1992 წლის 11 ოქტომბერს არა მე ვიძახი როდესაც არჩევნები მოხდა 92 წლის 11 ოქტომბერს ჩამოსვლიდან ეს 4-ეულისა და პროცესებია მაგრამ ათვლა იწყება და აქედან 10 ნახევარი წელი გავიდა 2000 ესე იგი 3 წლის 11 აპრილს და 5 აპრილს შევარდნაძემ ჩამოაყალიბა ბლოკი ერთიანი საქართველოსთვის რომელიც ნოემბერში დაამთავრა თავის მე რა ხდება შემდეგ აი მაგაზია ლაპარაკი ესე იგი შემდეგი რგოლი ლაპარაკობს ვინ უნდა შეცვალოს ის 10 ნახევარი წლის შემდეგ არის. აი ნახეთ რას იძახის გაძლიერდება სამხრეთის მეფე შევარდნაძეზე ლაპარაკი როგორც სამხრეთ საქართველოში. სამხრეთ კავკასიაში ვართ. და ჩtildeოეთ. ესე გაძლიერდა ხო იქ იყო ლაპარაკი ჩtildeოეთი მეფის ტყვეს იქ. მაგრამ არსებობს სამხრეთ. გაძლიერდება სამხრეთის მეფე იმძლავრებს მასზე ერთ-ერთი მისი მთავართაგანი გაბატონდება და დიდი იქნება მისგან. ანუ არა სხვა ვინმე, არამედ მისმა ერთ-ერთმა მთავართაგმა მისი ბანაკიდან ამბავია. მოგეხსენებათ ის იყო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი და მე საკრებულოს ამის შემდეგ ბიბლია იძახის, რომ მოდის ერთდროულად 3 მეფე.
სამი მეფე ეს არის სააკაშვილი, ჟვანია და ბურჯანაძე. აი აგერ არის ეს არის ესე იგი მესამე ეზრა. უკანასკნელ ხანებში აღაზევებს უზენაესის სამ მეფეს და ბევრ შეყრის მათ სამეფოში. გაბატონდებიან მის მკვიდრებზე უფრო სასტიკად, ვიდრე მისი წინამორბედნი. მასადამე ესენი არიან ვინც დაიუნჯებენ მის ბოროტებებს და მის უკანასკნელსაც განახორციელებენ. ბიბლიური შეფასებით სააკაშვილი, ჟვანიასა და ბურჯანაძე ეს არის ესენი არიან გამგრძელებული წინა, მაგრამ აქ არის მათი ბედიც მე როგორ განვითარდა. ესე იგი, მაგრამ ისინი არიან რომლებიც დაიუნჯებენ მის ბოროტებებს, უარესსაც განახორციელებენ. შემდეგი პუნქტი ეს არის რომ სააკაშვილი, ჟვანია, ბურჯანაძე და მე წერია ახაშუა თავი უეცრად გაუჩინარდა. ლაპარაკია თანახეთ როგორ წერია ესე იგი პრეზიდენტი, ესე იგი სახელმწიფო მინისტრი ასეთია მაშინ სახელმწიფო მინისტრი ასეთია ამის განმარტება ერთ-ერთი მათგანი თავის სარეცელზე მოკვდება თუმცა წამებით. აი მე შემილია ასე ვთქვათ ბიბლიაზე დაყრდნობით არა ეს არის ნაწინასწარმეტყველები საქართველოში რაც მოხდება ყველა მოვლენა ღმერთის გაცხადებამდე მოსვლამდე. აქ არის ლაპარაკი იმაზე რომ ეს მოკლულია წამებით. ამას უსვავს ბიბლია ხას. ერთ-ერთი მათგანი თავის სარეცელზე მოკვდება თუმცა წამებით. შემდეგ რჩება დარჩა ორი თავი, რომლებიც ასევე მეფობდნენ დედამიწაზე. და როდესაც ამ სამეულიდან სააკაშვილი მარტო დარჩება და კიდევ არის ერთი ნიშანი, აქედან იწვება ათვლა რამდენ ხანს გაძლებს სააკაშვილი ხელისუფლებაში. დაემთხვა? აი ახლა მე გეტყვით თუ არ დაემთხვა ჩვენ ერთად ვიფიქროთ. მე ესე იგი 2008 წლის 21 მაისს იყო დანიშნული საპარლამენტო არჩევნები. ერთი თვით ადრე სიები უნდა წარედგინათ. ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ ვერ მიიღო რა გარანტია რომ ის გახდებოდა პარლამენტის თავმჯდომარე, რაც უზრუნველყოფილი იქნებოდა თუ საარჩევნო სიაში თავისი კვოტა ექნებოდა. ესე იგი საარჩევნო სიაში უარი თქვა, ანუ არა იდეური შეუთავსებლობის გამო, არამედ კონკრეტული ესე იგი ამის გამო და ესე იგი 8 ესე იგი 6 ივნისს ბაქრაძე აირჩიეს მის მაგივრად. ანუ ესე იგი ბურჯანაძის ხელისუფლებიდან ჩამოცილების დრო იყო აპრილის 21-დან 6 ივნისამდე დროში. შემდეგ არის მეორე მომენტი, როგორც იყო აქ ლაპარაკი, რომ გააგრძელებენ მის საქმიანობასო, აქ არის მითითებული, რომ ჩვენი ტერიტორია ოკუპაციის ფაქტი, აი ნახეთ როგორ არის აღწერილი. ესენი ესე იგი მისი დადგომისთანავე 4 მიმართულებით გაიყოფა მისი სამეფო, აქ არის ლაპარაკი შევარდნაძეზე. ესე იგი ჩამოვიდა 24 ივნისს 92 წლისას დაგომის ხელშეკრულება გააფორმა და რუსის ჯარი ჩააყენა სამაჩაბლოში, როდესაც ესე იგი სექტემბრის თვეში გამსახურდია ჰქონდა სააკაშვილი მოკლათ მალე რა. არა, სააკაშვილთან მომივიდეს. მოკლათ კი არა, გავისტუმროთ, რაღაცა ნერვები მეშლება უკვე დიდხანს არის მაგას. კი ბატონო, 4 ქარის მიმართულებით. მე ეძახის რომ არც ისეთი ძლიერი იქნება მისი სამეფო, რადგან დაქუცმაცდება და გარდა ამისა სხვათა ხელში გადავა. სხვათა ხელში გადავა, ეს არის რუსეთის ბიძინა ივანიშვილზე გადავიდა. არა, ბიძინა ივანიშვილამდე ჯერ ეს მინდა ვთქვა, დრო უნდა გამოვთვალო. ხო, კარგი. აქ არის მითითება, ესე იგი, როდესაც მარტო დარჩება და საქართველოს ტერიტორია დაქუცმაცებული სხვათა ხელში გადავა, აქედან ბიბლია იცვლის დროს, როდის იწყება სააკაშვილისთვის დამამთავრებელია. აი ნახეთ როგორ წერია, უზენაესის წინააღმდეგ სიტყვებს იტყვის და უზენაესის წმინდანებს შეავიწროებს. განიზრახავს მათთვის დროთა და რჯულის შეცვლას. ისინი ხელში მიეცემიან მას, ვიდრე არ გავა დრო, ორი დრო და ნახევარი. შემდეგ დაჯდება სამსჯავრო, წაართმევს მას ხელმწიფებას, რათა საბოლოოდ მოისპოს და დაიღუპოს. დრო, ორი დრო და ნახევარი ეს არის სამნახევარი წელიწადი ბატონო შალვა. თუ ნინო ბურჯანაძის ხელისუფლებიდან ჩამოცილებიდან ავიღებთ ამ სამნახევარ წელს, ეს არის 2011 წლის ოქტომბერ-დეკემბრის თვე და ესე საქართველოს ოკუპაციის პროცესიდან ეს არის 2012 წლის თებერვალ-მარტი. სწორედ ოქტომბრის თვეში გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. ანუ როდესაც სააკაშვილის მინიმალური 3 წელიწად ნახევარი გადავიდა, მაგრამ მითითებაა, რომ დაჯდება სამსჯავრო და ორ ეტაპად არის გაყოფილი. წაართმევს მას ხელმწიფებას, რათა საბოლოოდ მოისპოს და დაიღუპოს. ესე იგი, ეს პროცესი ბატონო შალვა მიმდინარეობს ორი მიმართულებით. ეს არის 2012 წლის 1 ოქტომბრის პროცესები რაც მოხდა და მეორე 2013 წლის ოქტომბრის 27 ოქტომბრის პროცესები. არა, ჯერ სანამ მერემდე მივართ, მანამდე აქ ბიბლია უსვავს ხას, რომ ორი არიან ხელისუფლების ასე ვთქვათ შტოში მოსული. მოგესწრება თქვენ პრეზიდენტის ინსტიტუტი ვერტიკალი, ასე ივანიშვილი ვერტიკალი, მაგრამ ეს გასაგები ბიბლიამაც იცის. აი ნახეთ როგორ იძახის, ორნი დასასრულამდე დარჩებიან და აქვე განმარტავს. ეს არის ამის განმარტება. ესენი არიან, რომლებიც შემოინახა უზენაესმა მისი დასასრულის ხან მოკლე და შფოთით ახსავსეა ეს სამეფო. ესე იგი შინაარსობრივად შფოთით ახსავსეაო, მაგრამ დროის თვალსაზრისით ხან მოკლეა. ამ დროს აი ხა გადავიდეთ რა სამოს ბიბლია თქვენზე. რატო არა გაგკუცლები? არა,
ეს ყველა საინტერესოზე გაჩერდით რა. არ გავჩერებულად ეხლა გეტყვით. ესე იგი ჩვენი სათქმელი თუ რა მოხდება ოქტომბრის თვეში, რომ გითხრათ ეხლა არ ვიცი მეთქი ვერ გეტყვით, არ ვიქნები გულწრფელი, მაგრამ მე ამას არც შემთხვევაში არ ვიტყვი. ბიბლია გვეუბნება არა წინასწარ მეტყველებას. არა, უკაცრავად, დიდი ბოდიში. არა, ეხლა შეგაწყვეტინებთ. ესე არ გამოვა ბატონო. თუ ერთ ფრაზას ვიტყვით, თქვენ კითხვაზე პასუხს მიიღებთ, ახლა მინდა ვთქვა. ხო, ესე იგი ლაპარაკი რაზეა? წინასწარ ეს პროცესები, რაც მე გითხარით, ეს ყველაფერი სანამ მოხდებოდა, მანამდეც იყო ჩვენთვის ცნობილი. იმიტომ რომ 2000 წლიან და უფრო მეტ წლიან წიგში, რასაც ბიბლია ქვია, ის ჟავანაძის და ის სხვა პერიოდები არ არის, ხო? მე ხლა აქ თქვენ გითხარით ის მნიშვნელოვანი რგოლები, რომლებიც ჩამონათვალია თქვენს ასე ვთქვათ კითხვას, რომელსაც ლეგიტიმური საფუძველი აქვს, რაც ხდება ყველაფერია, მაგრამ ესე იგი 17 წლის მანძილზე ჩვენ გაზეთს უშვებდით დედანიანის სასწაული და მასში დეტალურად ანუ ეს ჯორდანია, ბერია, ჟავანაძის ყველაფერი არის, მაგრამ ეს გვაინტერესებს. ბერიაც არის ლენინიც, სტალინიც. ხო, ძალიან კარგი. კარგი, აბა მომავალზე რატო არ ლაპარაკობ? არა, აი ხლა მაგას გეუბნებით, ესე იგი ბატონის ზედად გამსახურდია ასეთი ფრაზა, ქართველი ერის გზა, ქრისტეს გზა, იკლიანი გზა, ჯვარცმისა და გარდუვალი აღდგომისა. ესე იგი ჩვენს ქვეყანას უმთავრდება ჯვარცმისეული ეტაპი და გვიახლოვდება აღდგომისეული, ანუ ესე გაფრთხილებისეული ეტაპი. რა სამო წინასწარმეტყველება. პირადად თქვენ ხო იღებთ მონაწილეობას. ძალიან მარტივ შეკითხვას გესვით. ეს ძალიან საინტერესოა. შეიძლება ჩვენი ზოგიერთი მაყურებელი ამით დაინტერესდება და აღელდა კიდეც. მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს. თქვენ ხო ეს გაანალიზებული გაქვთ. მომავალიც გაანალიზებული გაქვთ, დარწმუნებული ხართ. თქვენ მოდიხართ თუ არა, ხდებით თუ არა პრეზიდენტი? არა, ეგ უნდა გითხრათ. ბატონო შალვა, მე გეტყვით იმას, რომ ჩვენს პროგრამას, რომელსაც ჩვენ თავაზობთ, არ აყავს ანალოგი და არ ყავს კონკურენტი. ის პროგრამა, რომელიც მე ახლა უბრალოდ ერთი ნაწილი გითხარით, რომ საქართველოს მოსახლეობას მინდა გაუმაგრო გული, რომ ჩვენი ჯვარცმისეული ეტაპი მთავრდება. ახლოვდება გაბრწყინებისეული ეტაპი. თქვენ ხართ იქ, პირადად თქვენ. თქვენ ისწავლეთ პოლიტიკოსებით ლაპარაკი. მე ერთ კითხვას გისვავ და თქვენ პასუხობთ თუ სხვანაირად და ამდენი ვილაპარაკეთ, ასე საინტერესოდ მართლად წინასწარმეტყველებაზე და პრაქტიკულად ყველა ეტაპი უახლოეს საქართველოს ისტორიისა თქვენი ანალიზით დაუკავშირეთ და მე მეუბნებით რომ აი გავჩერდეთ და არ გეუბნებითო. როცა იცით თქვენ გაკეთებული გაქვთ და რა ვიცი ხა მე მგონი არა ბატონო შალვა თქვენ მე ვეთანხმები თქვენს პათოს მე მინდა გითხრათ ჩვენი პროგრამა შედგება 10 ნაწილისგან. ჩვენ საარჩევნო კამპანია მე გახლავართ ესე იგი პირველი დარეგისტრირებული ოფიციალური კანდიდატი და ჩვენი საარჩევნო კამპანია დავიწყეთ ამ კვირიდან. არჩევნებამდე არის 3 თვე, ანუ 12 კვირა. ჩვენ ვაპირებთ თითოეულ კვირაში, ესე იგი წარმოვაჩინოთ თითო საკითხი. დღეს ამ კვირაში არის ერთი რა თქმა უნდა, აი მაგის თქმა მინდოდა რომ აი ამ 10 საკითხის ამოწყურვის შემდეგ შეგამების თვალსაზრისით. დიდი მადლობა. ძალიანობა. ეს იქნება ერთ-ერთი უძლიერესი პიარსმა, იმიტომ რომ ბიბლია ამ საკითხში ახალი ნოუ-ჰაუა, მე პიარ ტექნოლოგიებში ვიკვევი. ბიბლიის ჩართვა კანდიდატის კამპანიაში ეს არის ძალიან საინტერესო. გილოცავთ გისურვებ წარმატებას. დიდი მადლობა იმისთვის რომ ჩვენ კი არ ვთავთ ბიბლიას კამპანიას. ბიბლიამ ჩაგვთა ჩვენ თვითონ. მე არა, აპარაკია საქართველოზე. ჩვენ მისია გვაქვს ბატონო შალვა, ქართველებს თქვენ ხართ მისია, ფუნქცია და მისის მატარებელი თქვენ გძანდებით. არა, იოანე ზოსიმეიდახის რომ ქართულმა ენამ უნდა მოწმოს და ვინ მოწმობს, რა მნიშვნელობა აქვს მაგას. მე ვიქნები თქვენ თუ არა. ამ შემთხვევაში თუ მე ვლაპარაკობ, ამით გამოვირჩევი არა. მადლობა. ბატონი მიხეილ გელასალუაშვილია ჩვენი გაზეთის სტუმარი. მადლობა უთხრათ მას. ჩვენ გადავდივართ საინფორმაციო გამოშვებაზე. ოღონდ ჯერ რეკლამა, ხოლო შემდეგ დაბრუნდებით ცხელი შუადღით საინფორმაციო შემდეგ. წარმატებას გისურვებთ. მოგესალმებით და მოკლედ გადაცემთ ამ დროისთვის განვითარებულ მოვლენებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვანში მომხდარი მკვლელობა ცხელტყელზე გახსნა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 25 წლის ახალგაზრდა, მან ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 44 წლის მამაკაცს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. დეტალები მირიან გორგოძემეცის ისახლა პირდაპირ ეთერში გვერდობა მირიან დისმენთ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ვანის რაიონში, უფრო კონკრეტულად კი სოფელ გაღმავანში, სადაც წუხელ დაახლოებით 10 საათისთვის მოხდა მკვლელობის ფაქტი. მოკლულია 44 წლის ფრიდონ ვაშაყმაძე და მკვლელობა გამოიწვია ურთიერთშელაპარაკება მეზობელთან, სულიკო ლორთქიფანიძესთან, რა დროსაც ამ მეზობელმა სულიკო ლორთქიფანიძემ დანის გამოყენებით, ცივი იარაღის გამოყენებით მიაყენა დაზიანება გარდაცვლილ ყელისა და მხრის არეში, რაც შეეხება თავად ურთიერთშელაპარაკების მოტივს, როგორც ირკვევა, ეს არის
არის აბსოლუტურად ყოფითი ფაქტი. ფრიდონ ვაშაყმაძეს აქვს თხილის ნაკვეთი, ამ ნაკვეთში იყო შესული დაუკითხავად მეზობელი ლორდ კიფანიძეს სულიკო და ამ ფაქტს არკვევდნენ, ამ საკითხს არკვევდნენ და ამან გამოიწვია მათ შორის ურთიერთშელაპარაკება. ჩვენ ვისაუბრეთ როგორც გარდაცვლილის, ასევე დაკავებული პირის ოჯახის წევრებს, რომლებმაც ჩვენთან საუბარში დეტალურად გაიხსენეს წუხელმოხდარი ფაქტი. როდესაც მოუახლოვდა თავისთავად დაენახა, რომ ვიღაცა არის მის თხილებში, ორი ადამიანი და ეს ბავშვი მივიდა, დიშვილი ჩემი და მივიდა და უთხრა, რომ რასაკეთებთ, ხანე ბიჭო, ვისი თხილია და უკრიფაო რა, ჩემი ფრიდონის საუბარი. ყალო, შენ და მამა შენი ამოდი და გავისაუბროთ, დავილაპარაკოთ და იმას აუღია ეგრევე, დანა არც აცია, არც საცხელა და ეგრევე დაურტყია მარცხენა მხარეს კისრის არეში. რომ გავიდა ჩემი ძმა რაღაცა უთხრეს, შეაგინეს და დაარტყეს რა ჩემ ძმას, დაარტყეს, შევხედე რომ დაარტყეს. ერთი დაარტყმა და მე ჩემმა ძმამაც დაარტყა. და მაგ დროს არ ვიცი, აქონია დანა და დაურტყია, მეტი არაფერი არ იყო. რომ მივედი მე ჭიშკართან, ჩემი შვილი აქეთ იყო მოbrunებული და იმას სისხლდიოდ. იმგენმა მოუხტა. გადაღმა არ გადაასულა ჩემი შვილი ჭიშკართან შიგნიდანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება უკვე გაავრცელა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რის შედეგადაც ირკვევა, რომ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს წარმომადგენლებმა დანაშაულიდან რამდენიმე საათში ფაქტობრივად ცხელ კვალზე დააკავეს ბრალდებული პირი სულიკო ლორდ კიფანიძე, რომელმაც თავის მხრივ ჩადენილი დანაშაული უკვე აღიარა. დიდი მადლობა, ეს იყო მერიან გორდოძე. ამ წუთებში ჭირცნის კოლონიაში დეპუტატები, სასჯელახსრულების სამინისტროს თანამშრომლები და სახალხო დამცველი მსჯავრდებულებს ხვდებიან. ეტო ბესელია, ნანა ყეინიშვილი, ოჩა ნანუაშვილი და დიდა დიურბლაძე მათ მოთხოვნებს ისმენენ. შეხვედრა 1 საათის წინ დაიწყო. ჩემი ტოლი და ბელა ზართაიძე გვერდება პირდაპირ ეთერში, სახელმწ რსანში იმყოფება ბელა ისმენთ. დიახ, პატიმრების რამდენიმე დღიანი მოთხოვნის შემდეგ ეკაბესელია უკვე ხვდება ქსნის ციხის პატიმრებს, როგორც ქსნის ციხეში შესვლამდე უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, ისინი მოისმენენ პატიმრებისაგან იმ პრეტენზიებს და პრობლემებს, რაც მათ აწუხებს, ასევე მათ მოთხოვნებს, როგორც ცნობილია, პატიმრები ითხოვენ მათი საქმეების გადასინჯვას, ისინი ამბობენ, რომ უკანონოდ იმყოფებიან პატიმრობაში, ასევე ეგრეთ წოდებული უდოს კომისიისგან, ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიისგან ითხოვენ საქმეების გადახედვას და თავისუფლებას, ასევე მათ ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები აქვთ. სწორედ იმისთვის ვარ ჩამოსულები, რომ მათგანზე გავეცნოთ მდგომარეობას, გავესაუბროთ პატიმრებს, მსჯავრდებულებს, მათგან მოვისმინოთ იმ პრობლემების შესახებ, რომლის შესახებაც ვრცელდება ინფორმაცია და რეალურად უკვე ამის შემდეგ დეტალურად გვეცოდინება რა სახის პრობლემები აწუხებ. მე ვფიქრობ, რომ მოთხოვნების ნაწილის დაკმაყოფილება სავსებით შესაძლებელია, თუმცა არის საკითხები, რომელთა გადაწყვეტა ამ ეტაპზე შეუძლებელია. მაგალითად, გადახედვა და გადასინჯვა გამოტანილი განაჩენების, რასაც ბევრი პატიმარი ითხოვს. ქსნის ციხის დატოვების შემდეგ რამდენიმე წუთში დეპუტატები და სასჯელახსრულების სამინისტროს მაღალჩინოსნები რუსთავის ნომერ მე-17 დაწესებულებაში გაემგზავრებიან, სადაც ანალოგიურად პატიმრებს შეხვდებიან. რუსთავის მე-17 დაწესებულებასთან დაახლოებით 10-მდე პატიმრის ოჯახის წევრები არიან შეკრებილი, როგორც ერთ-ერთმა მოშიმშილე პატიმრის დამ განაცხადა, მოშიმშილემ თავი დაიჭედა გუშინ სასჯელახსრულების დაწესებულებაში სკამზე. სუხელ საღამოთი დაურეკია ჩემ ძმას, ჩემ სიძისთვის, რომ მე გადავყავართო. არ ვიცოდი, ჩამოვედი ახლა ქუთაისიდან, ხვდება ესეთი ინფორმაცია, ჩემი ძმა არის რეზიდენციაზე გადაყვანილი, იმ პირობით, რადგანაც მართული პირით ამოკერვა მისთვის არ იყო საკმარისი, რომ მე მისი საქმე დროულად განეხილათ და სანამ პატიმარი იძულებული არ გახდა სკამზე არ დააჭერდებია საკუთარი თავი. ადგეს და მოაცილეს, დღეს ბესელიას არ დახვედრა და პატიმარი ამნაირ მდგომარეობაში. სასჯელახსრულების სამინისტროს მონაცემებით ქსნის ციხეში 18 პატიმარი შიმშილობდა და ამ დროისათვის ერთი პატიმარი დარჩა, რომელიც შიმშილობს, რაც შეეხება რუსთავის მე-17 დაწესებულებას. იქ შიმშილობა 61-მა მსჯავრდებულმა დაიწყო, თუმცა ამ დროისათვის არსებული მონაცემებით 36 მოშიმშილე პატიმარი იმყოფება, მათ შიმშილობა 23 ივლისს დაიწყეს და მოთხოვნა საქმეების გადასინჯვა. დიდი მადლობა, ბელა ზართაიძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. ჩვენ ძმები
ვიყავით და ძმება დავრჩებით ამ სათაურით აქვეყნებს რუსული გამოცემა კავკას პალიციტა ნაძეჟდა კევორკოვას ინტერვიუ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დაწყვეტილია, თუმცა საქართველოს პატრიარქი 5 წლის განმავლობაში რჩება საქართველოს ერთადერთ წარმომადგენლად, რომელიც რუსეთში ჩადის და არა მხოლოდ მოსკოვის პატრიარქი კირილს ხვდება, არამედ ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც. ინტერვიუში პატრიარქი ამბობს, რომ ის დაძაბული ურთიერთობები, რომელიც საქართველოს რუსეთს შორის წარმოიშვა, ხელოვნურად შექმნილია. სტატიის ავტორი წერს, რომ საქართველოში კათოლიკოსის გავლენა უპრეცედენტოა, ამერიკული გამოკვლევების თანახმად მისი რეიტინგი 92%-ზე ქვევით არ ჩამოდის. უფასო იურიდიული დახმარება სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ამ სახელწოდების პროექტის ფარგლებში კონსტიტუციის 42 მუხლის იურისტები სამართლებრივ დახმარებას უწევენ მოსახლეობის გარკვეულ ფენებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, დევნილებს, პენსიონერებს და მსჯავრდებულებს. დღევანდელი შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს მიეძღვნა იურისტების განმარტებით, პრობლემებს შორისაა სტატუსის მინიჭების საკითხი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული და სხვა სახის პრობლემები. ადამიანის უფლებათა ცენტრი და კონსტიტუციის 50 მუხლი, რომლებიც ჩართულიან ამ პროექტის ფარგლებში, ცდილობენ, რომ ამ ადამიანებს გაუწიონ დახმარება და მიმართონ ქალაქ თბილისის მერიას, სხვადასხვა ქალაქების თვითმმართველობებს, ასევე პარლამენტს და სხვა იმ ორგანოებს, ვისაც ასე თუ ისე ევალებათ ამ ადამიანების პრობლემების გადაჭრა. მერიას მიმართ ვწერ განცხადებებს უარყოფითი წერილები მომდის განცხადები მერიიდან ჩვენ სახსრები არ გაგვაჩნია მიმართე კონსტიტუციის 42 მუხლს ვინაიდან რადგან რომ მათ დახმარება გაეწიათ ჩემთვის. ამით მე დროებით აგემშვიდობებით უფრო ვრცლად განვითარებულ მოვლენებზე 3 საათიან გამოშვებაში ვისაუბრებთ. არა, რა კარგია რეჟისორობა, რა ზის ახლა თავისთან იქ და ეუნება. იძლევა განკარგულებებს. ეს გამომიჩინე, ეს არ გამომიჩინო, კრანი წავიდა, წამოვიდა. დაიწყეთ საუბარი და დაიწყეთ. რეჟისორი უნდა გამოსულიყავი რა, დაისამყარი. მართავდი მთელ. ასეა, თავის დროზე უნდა გეფიქრა ამ ყველაფერზე. გვიან. რა ხდება და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი იქნება დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი ნუგზარ კანდელაკი და ვისაუბრებთ სპექტაკლზე Off-Road, რომლის პრემიერაც დღეს უნდა გაიმართოს. მონაწილეობენ პანტომიმის თეატრის მსახიობები და ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ერთად. საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს წესით ამ ყველაფერზე. და კიდევ ერთი საინტერესო თემა, ონკოჰემატოლოგიური კლინიკა ნეომედი და ფარმაცევტული კომპანია მერმისი ერთობლივად აწყობს მოსახლეობის უფასო ამბულატორიულ გამოკვლევებს. ნეომედის დამფუძნებელი სოსო დავითაშვილი და ონკოლოგი პროფესორი ბატონი მიშა შავდია არიან ჩვენი სტუდიის სტუმრები. ისინი უკვე შემოგვიერთდნენ, მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მოგდანებისთვის. თემა ბუნებრივია ძალიან აქტუალური და საინტერესოა. სტატისტიკის თანახმად საქართველოში ონკოლოგიური დაავადებები დაახლოებით 30,000 ადამიანია დაავადებული და მათ რიცხვს ყოველწლიურად დაახლოებით 7,000 ადამიანი ემატება. გულსიხსრთა დაავადებების შემდეგ ონკოლოგიური დაავადებები რიგით მეორე ადგილზეა სიმრავლის მიხედვით. ბატონო მიშა, თქვენგან დავიწყებ. რა არის ამის მიზეზი და მსოფლიო სტატისტიკა უკვე როგორია? ჩვენი სტატისტიკი საქართველოს დაახლოებით სოფლიოში არის რეიტინგებში საშუალო დონეზე. ანუ ის არ არის ძალიან ბევრი, მაგრამ არც მცირე, დაახლოებით 100,000 კაცზე არსებული სტატისტიკით ავადება 140 ადამიანს. ზოგადად უნდა აღნიშნოს, რომ რაც უფრო გადაბერებულია მოსახლეობა ქვეყნის, მით უფრო ხშირი არის ამა თუ იმ ორგანოების ავტვისებიანი სიძვინები. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ქვეყანაში ასაკოვან ადამიანთა რიცხვი ძალიან მაღალია, რეალური სტატისტიკის ფარგლებში შესაძლოა ეს მაჩვენებელი უფრო მეტი იყოს, მაგრამ სამწუხაროდ არსებული მონაცემებით, რომ ჩვენი ტერიტორიული დარღვევის გამო, ბევრი მიგრანტებისა და ტოლვილების გამო ძალიან ძნელი არის იმის აღწერა, თუ ზუსტად რამდენი არის. თუმცა დღევანდელი მონაცემებით 100,000 კაცზე ავადება 140 ადამიანი. თუმცა სხვადასხვა ორგანოების სიმსივნეები. ერთს აღნიშნავ, რომ ჩვენ ქვეყანაში სიხშირე სხვა ორგანოთა მიხედვით არის ისეთივე, როგორც მაღალ განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკურად. ანუ იმ ქვეყნებში არის ხშირი ძუძუს კიბო, ფილტვის კიბო, სხვილი ნაწლავის კიბო, პროსტატის კიბო. ჩვენ ქვეყანაშიც ანალოგიურია და არა ისე, როგორც განვითარებულ. ანუ პირველ რიგში, პირველ ადგილზე ძუძუს კიბოა? ჩვენთან არის ძუძუს კიბო. და განვითარებულ ქვეყნებში, როგორც თქვენ თქვით? განვითარებულ ქვეყნებში ხშირი არის მაგალითად ღვიძლის კიბო, კუჭის კიბო,
და ასე შემდეგ. ჩვენ ქვეყანაში ისე როგორც სოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მთელი რიგი ორგანოების სიმსივნეები კლებულობს. მაგალითად, კუჭის კიბო, რომელიც იყო პირველ ადგილზე 80-იან წლებამდე საქართველოში, დღეს არის მეოთხეზე. და რა არის ამის მიზეზი? ამის მიზეზი, როგორც ხსნიან, უპირველეს ყოვლისა არის კვების ხარისხის გაუმჯობესება და პირდაპირ უკავშირდება კვებას, ისე როგორც წყვილ ნაწლავის კიბო. მაგალითად, რაც უფრო განვითარებული ეკონომიურად ქვეყანა, მით უფრო ხშირია კუჭის კიბო. რაც უფრო განვითარებულია, ხშირია წყვილ ნაწლავის კიბო. ანუ ყველგან სადაც განვითარდა ეკონომიკა, ცხოვრების ხარისხი კუჭის კიბოს შემცირდა, მაგრამ მის ადგილზე მოიმატა წყვილ ნაწლავის კიბო. ეკოლოგიურ მდგომარეობას რამდენად აქვს მნიშვნელობა? ეკოლოგიურ მდგომარეობას აქვს მნიშვნელობა იმ კუთხით, რომ ამ შემთხვევაში მატულობს ფილტვის კიბო. და სწორედაც განვითარებულ და პოსტინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებში არის ფილტვის კიბო პირველ ადგილზე, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები, საქართველოში არის მეორე ადგილზე, ისე როგორც ევროპაში. მაგრამ თუ ეს არის ეკონომიკურად დაბალ განვითარებული ქვეყანა, ფილტვის კიბო არის იშვიათი. მაგალითად, იგივე საქართველოში სოფლის მოსახლეობაში შედარებით იშვიათია, ვიდრე ქალაქის მოსახლეობაში. განსაკუთრებით გზაჯვარედინების და ასე შემდეგ. სადაც ყველაზე მეტად არის დაბინძურებული. წევრთა რიცხვი რამდენად დიდია ამ შემთხვევაში? წევრთა რიცხვით საქართველოს სხვათა შორის უტოლდება განვითარებად ქვეყნებში, იმიტომ ეკონომიკურად მაღალ განვითარებულ ქვეყნებში წევრთა რიცხვი ძალიან მცირდება პროგრესულად. და პირდაპირ მას უკავშირდება ეს დამტკიცებულია 20 წლიანი პროსპექტული კვლევით, რომ ფილტვის კიბოს იწვევს ზორიდაც თამბაქოს სევა. ამიტომ ის უნდა იგზავნოს მისი რეკლამირება ჩვენს ქვეყანაში. და ეს კლიმატ წვლილი ზორიდაც ფილტვის კიბოს პრევენციაში. ბატონ სოსო, ძალიან მნიშვნელოვანი აქცია. მოდი დეტალურად გვიამბეთ ამ აქციის შესახებ. რას გეკმავთ? კი ბატონო, უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისათვის და ეთერის დათმობისათვის, ვინაიდან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გვაქვს ჩვენი მაყურებლისთვის მისაწოდებელი. ჩვენი ფარმაცევტული კომპანია მერმისის დაარსების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით და მისი შვილობილი ონკოლოგიური პროფილის კლინიკის ნეომედის 3 წლის გახსნიდან 3 წლის თავთან დაკავშირებით საბედნიეროდ დამფუძნებლებს გაგვიჩნდა სურვილი, გაგვიჩნდა საშუალება იმისათვის, რომ ჩვენ მოსახლეობას, ჩვენს თანამოქალაქეებს გავუკეთოთ გარკვეული საჩუქარი. ეს საჩუქარი არის ფართომასშტაბიანი საქველმოქმედო აქცია, რომელიც იწყება 3 აგვისტოს თიანეთის რაიონიდან. ანუ ჯერ იწყება მაღალმთიან რაიონებში იწყება. მოიცავს 16 წელს ზემოთ ასაკობრივ მოსახლეობას. ნებისმიერ მსურველს ნებისმიერ მსურველს არ აქვს განურჩევლად. აქ ლაპარაკი არის უფასო ამბულატორულ კვლევაზე, კერძოდ ელექტროკარდიოგრაფია, იქნება შინაგანი ორგანოებისა და რბილი ქსოვილების ეკოსკოპიური კვლევა, გულმკერდის რენტგენოგრაფია და სისხლის ლაბორატორიული კვლევები. კონსულტაციებს ადგილზევე ჩაატარებენ ჩვენი ანუ თქვენ ჩადიხართ რეგიონებში და ნებისმიერი მსურველი, რომლებიც დარეგისტრირდებიან, წინასწარ დაანონსდება თარიღი, ადგილი. საწყის ეტაპზე სად ჩადიხართ? საწყის ეტაპზე თიანეთში ჩავდივართ 3-4 აგვისტოს შაბათ-კვირა უწევს და ამ ადგილზე, ესე იგი, ჩაგვყავს ჩვენი ნეომედის მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, სპეციალისტები, რომლებიც ჩაატარებენ კონსულტაციებს ადგილზევე ონკოლოგიაში, ჰემატოლოგიასა და კარდიოლოგიაში. მინდა გითხრათ, რომ ზოგადად ეს მთლიანად ეს საქველმოქმედო აქცია 3 ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპი, როგორც გითხარით, 3-4 აგვისტო არის, თიანეთიდან იწყება. ყოველი მესამე შაბათ-კვირა გრძელდება მაღალმთიან რაიონებში, როგორ მაგალითისთვის ჩამოგითვლით, დუშეთს, სტეფანწმიდა, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხი, დედოფლის ეს იქნება ზაფხულშივე ამ ადამიანებთან მომსახურება. პირველი ეტაპი გვინდა რომ დაზამთრებამდე მოვასწროთ და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიც მოვიაროთ. მეორე ეტაპი დაიწყება ზამთარში და მოვიცავთ შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რაიონებს, ხოლო დასასრულებელი მესამე ეტაპი იქნება უკვე გაზაფხულიდან და აქ უკვე იქნება საუბარი დასავლეთ საქართველოს რეგიონებზე. ხა მინდა აღვნიშნო რომ გარდა მოსახლეობისა ყველაზე მწვავედ ეს პრობლემა დგას
მაღალმთიან რეგიონებში და ძირითადად ცენტრალურ ქალაქებიდან მოშორებით მყოფ დასახლებულ პუნქტებში და ეს ჩვენი აქცია სწორედ მიმართული არის აი იმ შეჭირვებული სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის დასახმარებლად, ვინაიდან მათ წლიდან წლამდე უჭირთ და ამ თუ იმ ჩივილით ექიმთან მისვლად და შესაბამისად კვალიფიციური რჩევისა და მკურნალობის მიღება. ეს როგორც მოსახლეობაზეა საუბარი, ასევე ამ რეგიონებში განლაგებულ მონასტრებზე, სადაც ჩვენი ეკლესიის ბევრი მონაზვნები მოღვაწეობენ. ჩვენ სხვათა შორის ეს პროექტი ძალზე მოიწონა და დაგლოცა მისმა უწმიდესობამ ილიამ მეორემ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მონასტრებისთვის საპატრიარქოსთან არსებულ ჯანდაცვის დეპარტამენტთან კოორდინაციაში მოვახდინოთ აღნიშნული აქციის გავრცელება და გავრცობა მთელი საქართველოს მასშტაბით. გადასასწრად ცხელი ხაზიც გამოვაცხადოთ და მსურველებმა როგორ გამოიქცნენ რა უნდა არ მინდა რომ გამორჩეს თბილისის მოსახლეობა, რომელთათვის უკვე ამ პარასკევიდან არა, შემდეგი პარასკევიდან იქნება გამოყოფილი კლინიკა ნეომედის ბაზაზე ყოველი პარასკევი 11-დან 16 საათამდე აი ეს უფასო ამბულატორული კვლევები, ამ შემთხვევაში კვლევებში შევა ელექტროკარდიოგრაფია, ეკოსკოპია და სისხლის ლაბორატორიული კვლევები. მინდა მივაწოდო მოსახლეობას ცხელი ხაზი კლინიკა ნეომედის ცხელი ხაზი, ეს არის 259-69-29 და შეუძლიათ დარეკონ და მიიღონ მათთვის სასურველი ინფორმაცია, პლუს კარგი იქნება თუ წინასწარ მოახერხებენ ჩაწერებს აი ამ კვლევებისთვის. ანუ ჩაწერები უკვე იქნება. წარმოებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი კიდევ ერთხელ აღნიშნოთ, რომ ეს მომსახურება არის უფასო. ეს მომსახურება არის სავსებით უფასო და კიდევ ხაზს გაუსვავდი იმას, რომ ჩვენი აქცია კლინიკა ნეომედის მონაწილეობით სწორედ დროული და ძალიან დიდად წაადგება მოსახლეობას იმ გაგებით, რომ 1 ივლისიდან ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ონკოლოგიური პაციენტებისთვის, რაც გულისხმობს უკვე დიაგნოზ დასმული პაციენტების მკურნალობის დაფინანსებას. მაგრამ ეს პროგრამა არ გულისხმობს მკურნალობამდე დიაგნოსტირებას და კვლევების დაფინანსებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთავაზობთ ჩვენ მოქალაქეებს თქვენთან ჩაიტაროთ კვლევები და მოგვიანებით პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში იმის შემთხვევაში თუ დადგინდა დიაგნოზი და სახეზე იქნება უკვე დიაგნოზი, ამაშიც დავეხმარებით, რომ კონსულტაცია გაუწიოთ თუ როგორ უნდა მიმართონ და ვის უნდა მიმართონ. ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოზის შემთხვევაში უმრავლესობა მაინც ბრძოლის სურვილს და უნარს კარგავს. სამწუხაროდ ასე ხდება. თუმცა მოდით აღვნიშნოთ, რომ 21 საუკუნეში ეს პრობლემა არ არის და თქვათ იგივე კიბო არ არის სასიკვდილო განაჩენი. აი, როგორ შეიძლება დავეხმარო და როგორ შეიძლება თქვათ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ასეთი ადამიანებისთვის? რა რჩევა შეგიძლიათ მიცემთ? პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ უპირველესი დახმარება ონკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტის ეს არის ადრეული დიაგნოსტიკა. პრევენცია, ანუ თავიდან აცილება ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით და ადრეული დიაგნოსტიკა. განსხვავება ჩვენს ქვეყანასა და დასავლეთ სამყარო კლინიკებს შორის არის ის, რომ ჩვენთან მოდიან დაგვიანებული შემთხვევებით. უცხოეთში ეს ხდება ადრეული ფორმებით. ადრეული ფორმების დროს ჩატარებული მკურნალობა გაცილებით იაფია, ეფექტურია და ცხოვრების ხარისხს მეტად ინარჩუნებს. იმ შემთხვევებში, როდესაც დღემდენი მდგომარეობიდან გამომდინარე სკრინინგი მართალი არის, უკვე შექმნილი ეს პროგრამა 2008 წლიდან საქართველოში და მუშაობს საკმაოდ წარმატებით და უკვე გაიზარდა მაჩვენებლები ადრეული გამოვლენის, მაგრამ მან გამოიწვიოს ასევე რაიონები, რასაც ჩვენ ვაპირებთ. ასეთ შემთხვევაში ეს არის გარანტი, რომ ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს. მაგრამ თუ ადამიანს სხვა მიზეზთა გამო გართულდა აქვს მეტასტაზები, პროცესი გავრცელებული, თუ ასეთები ბევრი ესე როგორც ჩვენთან უცხოეთშიც, ასეთ შემთხვევაში საჭირო არის ადეკვატური პალიატიური მზრუნველობის ჩატარება, რასაც ჩვენ რეკომენდაციებს მივიცემთ, ეს არის დავუშვათ ტკივილის და სხვა სიმპტომების ადეკვატური მართვა.
რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად გაუმჯობესოს ანუ ონკოლოგიური დაავადებები ძირითადად ტკივილის ფონზე მიმდინარეობს. აი როგორ შეიძლება აი ამ ტკივილის მართვა სტადიები როგორც ონკოლოგიური პაციენტა დიახ თუ დაგვიანებული შემთხვევა არის დაახლოებით შემთხვევათა 80%-ში ეს არის ტკივილი, თუმცა არის სუნთქვის უკმარისობა, კიდურების შეშუპება და ასე შემდეგ. ყველაფერი ამას ემსახურება პალიატიური ზრუნვა, რაც ადრე საქართველოში არ იყო, დაინერგა ბოლო 10 წლის განმავლობაში და დღეს შესაძლებლობა აქვს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და ხშირად ჩვენთან ჩამოდიან არა მარტო საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლები, არამედ აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან, რომლებსაც ჩვენ უტარებთ კონსულტაციებს თუ როგორ უნდა მართონ თავიანთი ორგანიზმი ისე რომ აღნიშნულმა ჩივილებმა არ გამოიწვიოს მათი ცხოვრების ხარისხის გაუარესება და თავი იგრძნონ ღირსეულად მიუხედავად არსებული მძიმე მდგომარეობის. აი პრევენციის და ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში ვთქვათ, პირველ რიგში რა კეთდება? პირველ რიგში ეს არის მოსახლეობის სანიტარ პრევენცია ეს არის თავიდან აცილება. ეს არის მოსახლეობის სანიტარული განათლება ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ. აი, გულისხმობ ჯანსაღ წესს. ბატონო? ჯანსაღი ცხოვრების წესი ეს არის რაციონალური საკვები, მაგალითად. არ უნდა ჭამოს ადამიანმა ძალიან ცხიმიანი საკვები, რაფინირებული საკვები, საჭირო არის უფრო მცენარეული საკვების მიღება და განსაზღვრა მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში. რაოდენობა მთავარი მცენარეული საკვები. მცენარეული საკვებს ადამიანი ბუნებრივად იღებს, მას ვერ ინელებს, პერისტალტი გაძლიერდება და მაგრამ მსხვილი ნაწლავის კიბოს პრევენცია ძალიან ხშირად შესაძლებელია სწორედაც ამ მეთოდით, მაგრამ ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში თქვათ პირველ რიგში რა კეთდება? ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში მაგალითად ყველაზე ეფექტური არის მარტივი ტესტები. მაგალითად ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენისთვის ყველაზე ეფექტური არის თვით გასინჯვა. ეს ამ შემთხვევაში, მაგრამ სხვა შემთხვევებში თუ სხვა შემთხვევებში არის, ანუ ისეთი სიმსივნეები, რომლებიც ვიზუალური არ არის, ეკანის კიბო ჩანს, ზუძუ ჩანს, ასეთ შემთხვევაში საჭირო არის ამ პაციენტებზე ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, მაგალითად იგივე ტესტების გაკეთება, იგივე ანალიზების ჩატარება, რასაც ჩვენ ამ შემთხვევაში ვატარებთ, იგივე რენტგენოლოგიური კვლევები, რომ აღმოჩენილი იქნეს ადრეულ სტადიაზე, მანამდე სანამ ეს გაჩნდა. სისხლის ანალიზში ხომ არ ჩანს თქვა, ამას გულისხმობ, სისხლის ანალიზი სისხლის ანალიზი თუ იქ არის ძალიან მაღალი შეუფარდებელი რაოდენობით ლეიკოციდები, ამან ჩვენ შეიძლება მიგვითითოს, რომ ეს არის სისხლის დაავადება. ავთვისებიანი დაავადება, მაგრამ ამავე დროს და გამოსაკვლევია. დიახ, ამავე დროს სისხლი შეიძლება იყოს ანემია. ანემიას აქვს მიზეზები, თუ ეს დადგენილი არ არის, ეს ხშირად სწორედ სიმსივნის გამო არის. ამიტომ ასეთმა პაციენტმა უნდა გაიაროს უფრო ღრმა სამედიცინო გამოკვლევა, რომ გამოვლინდეს დროულად და დროულად მოხდეს ეფექტური ჩართვა. ყველაზე მეტად კანცეროგენული რა საკვებია ვთქვათ? კანცეროგენული საკვებთან მაგალითად გადამწვარი ცხიმები. გადამწვარი ცხიმები, როდესაც დიასახლისი ან საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ცხიმს იხმარენ ერჯენ, ზეთს, ორჯენ და იყენებენ მესამეჯერ. პირდაპირ დამტკიცებული არის, რომ ეს არის კანცეროგენი. ერთხელ გამოყენებული ცხიმი ის უკვე მეორეჯერ მიწი გაცხრა. გამოვიყენოთ ერჯერად და არა მრავალჯერად. ბატონო სოსო, რატომ არის თქვათ მხოლოდ 16 წლამდე არ აქვს თქვათ მოზარდებს უფლება, რომ ამ აქციაში მიიღონ მონაწილეობა და ნებისმიერ სურვილს 16 წლის ზევით. როგორც მოგახსენეთ, კლინიკა ნეომედის ფარგლებში ტარდება ეს აქცია. კლინიკა ნეომედს არ აქვს 16 წელს ქვემოთ პაციენტების ლიცენზია პაციენტებზე. ანუ ჩვენ როგორც გასვლით ასევე ადგილზე ვერ მოვემსახურებით 16 წლის ქვემოთ ასაკობრივ ჯგუფს. აი ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მიზეზი. ამასთან ერთად დავამატებ, სკრინინგში მთავარი არის არა ყველა გამოიყუროთ, არამედ რისკის ჯგუფები. 16 წლამდე 100,000 შემთხვევაზე ავადება 001 ადამიანი. ეს არის უზარმაზარი დანახარჯი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატებიც კი ვერ აკეთებს. სკრინინგისთვის თავარი არის რისკის ჯგუფების გამოკვლევა. და რომლებია? და რომელი ეს რისკი? ეს რისკი სხვადასხვა არის, მაგალითად ქალებისათვის და სკრინინგ ცენტრში 100 არის, მაგალითად 40 წლის ზემოთ 70 წლამდე, პროსტატის კიბოსთვის 50 წლიდან 70. ანუ უნდა იქნეს შემცირებული, რომ ეს არის ღრმა სამედიცინო გამოკვლევა ყველაფერს. ვერ გაწუდება ვერც ერთი ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ჩვენი რისკის ჯგუფი ამ შემთხვევაში არის მაღალმთიანი რეგიონები, რომლებსაც ნაკლებად მიუწვდებათ სამედიცინო დახმარებისადმი ხელი. ნაკლები ეკონომიკური რესურსები და ყველაზე მეტი დაგვიანებული შემთხვევები სწორედ იქიდან მოდის. ანუ ჩვენ გვინდა მათთან მივიდეთ, რადგან ისინი ვერ მოდიან და მათ დავეხმაროთ
სწორი გზის არჩევაში. ბატონსო, კიდევ ერთხელ გამოვაცხადოთ ცხელი ხაზის ტელეფონის ნომერი და საინფორმაციო ბრიფინგი როდის გაიმართება რომელ საათზე? ცხელი ხაზის ნომერი გახლავთ 259 69 29. კლინიკა ნეომედის ცხელი ხაზია ეს და საინფორმაციო ბრიფინგს ვგეგმავთ ხვალ. ნახოთ დილის საათებში უფრო. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ, ჯანმრთელობას უსურვებთ ჩვენს ტელემაყურებელს. ჩვენს ეთერში ახლა რეკლამის დროა. ცხელი შუა დღე პირდაპირ ეთერში ბრუნდება. სპექტაკლის სახელწოდებით Off-Road პრემიერა დღეს უნდა გაიმართოს. ჩვენი კორესპონდენტი სოფია ბერიძე ესწრებოდა ბოლო რეპეტიციას. მოდით ვნახოთ რეპორტაჟი და შემდეგ უკვე სტუმართან ერთად დაგიბრუნდებათ. Off-Road სპექტაკლი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრირებას ემსახურება. პანტომიმაში ეტლით მოსარგებლე 3 ახალგაზრდა მონაწილეობს, რომლებმაც თავიანთი გმირების გარდა მსახიობის როლებიც პირველად მოირგეს. სამივე გვირი განსხვავებულია და სხვადასხვა პრობლემას წარმოაჩენს. სპექტაკლის იდეა თვითონ გაჩნდა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, ანუ შემდგომ მე დაიწერა პროექტი, მე მოიწვიეს, ანუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ჩვენი საზოგადოება მე მგონი მზად არის და ესენიც მზად არიან იმისათვის, რომ მოხდეს ეს ინტეგრაცია და არ უნდა მოხდეს ისე, რომ ესენი არიან და ჩვენ ვართ, ანუ არ უნდა ვიყოთ გაყოფილები. რეპეტიციები ერთი თვის წინ დაიწყეს. პროფესიონალ მსახიობებთან ერთად ყოველდღე მუშაობენ, რომ მათი დებიუტი მაყურებლისთვის საინტერესო გახდეს. ამბობენ, რომ ახლა თავს ერთი დიდი ოჯახის წევრებად გრძნობენ და უნდათ, რომ ეს განცდა ყოველდღიურ ცხოვრებაში და საზოგადოებასთან ურთიერთობაშიც ჰქონდეთ. მათ პირველ როლებს კი მაყურებელი დღეს საღამოს ათონელის თეატრში შეაფასებს. ჩემთვის პირველია, გამოცდილება არ მაქვს. შემიძლია ვთქვა, რომ ამ ერთი თვის მანძილზე თითქმის ძალიან ბევრი მუშაობა დამჭირდა საკუთარ თავთან, რომ ცირედით მაინც შემეძლო მსახიობის როლის მორგება, იმ როლის რა როლიც მე მაქვს, ძალიან რთულია, მაგრამ საინტერესოა. ჩემ პერსონაჟი საკმაოდ ისეთი მხიარული, ცხოვრებაზე შეყვარებული პერსონაჟია, თავისი სამყარო აქვს. შეზღუდული უნარების მქონე ახალგაზრდების პრობლემები დღეს თეატრში გადაინაცვლებს. რამდენიმე ათეული მაყურებლის წინაშე გათამაშდება და სცენაზე რამდენიმე საათში დასრულდება. თუმცა მათი ემოციები, ტკივილები და სიხარული თეატრის მიღმა გრძელდება. ეტლით მოსარგებლე ახალგაზრდები შეეცდებიან მაყურებელს ამ ყველაფერზე უამბონ და დაანახონ, რომ მათ უნდათ თამაში. მათ შეუძლიათ თამაში და მათ ეს აუცილებლად გამოუვათ, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ. ჩვენ შეგვიძლია თქვა თამაში, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი პრობლემები გამოვიტანოთ. თუნდაც აი ამ სცენაზე ის მსახიობები, ვინც გვეხმარებიან, მაქსიმალურად გვიდგანან, მაქსიმალურად გვავსებენ, ჩვენს მინუსებსაც კი ძალიან დიდ პლუსებად აქცევენ. ეს არის ერთგვარი, როგორ ვთქვათ, რაღაც გონგივით ჩამოკრათ ჩვენ, რომ მოგხედონ ჩვენ გაუზიარებთ ჩვენს პრობლემებს და იმათ ჩვენ ხელი მოკიდონ და დაგვეხმაროთ. ბატონი ნუგზარ კანდელაკია დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი. მოგესალმებით ბატონ ნუგზარ. ეს არის გარკვეული პროექტის ნაწილი. ეს სპექტაკლი. მოდით ვისაუბროთ რა პროექტის შემადგენელი ნაწილია, როგორც ვიცი, აქამდე კიდევ 3 სპექტაკლი დაიდგა, მათ შორის უსინათლოებთანაც. მოგახსენებთ, რომ 2013 წლის ერთ-ერთი პრიორიტეტი, ანუ მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში ახალი მთავრობა მოვიდა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში რამდენიმე პრიორიტეტი, მათ შორის ახალგაზრდობის მხრივ დაისახა და ერთ-ერთი პროექტაგანია შეზღუდული პირთა ინტეგრირება საზოგადოებაში. მანამდე მსგავსი პროექტები არ იყო? ყოველ შემთხვევაში, ახლა მე არ მინდა რაღაც კრიტიკა გამომივიდეს, ყოველ შემთხვევაში ის ინფორმაცია, რაც მე მაქვს, თუნდაც იმ შეზღუდული პირებიდან, არასამთავრობოებიდან, ასეთი აქტივობა მანამდე არ ყოფილა. და რახან ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენი სამინისტრო და თვითონ პოლიტიკა ჩვენი სამინისტროს ბატონ ლევან ყიფენის საერთოდ მთავრობის არის შეზღუდული პირთა ინტეგრირება საზოგადოებაში, ჩვენს რა თქმა უნდა ამ ხრივ დავიწყეთ მუშაობა და ასე ნაბიჯ პირველი
ჩვენი გადაწყვეტილება იყო, რომ ყველა ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, ვინც დაკავშირებულია შეზღუდული პირებთან, შეგვეკრიბა, მოგვესმინა მათთვის, ანუ რა პრობლემები ჰქონდათ. შესაბამისად ამ პროექტს თავის ბიუჯეტი აქვს და ამ ბიუჯეტის შესაძლებლობებიდან და ამ ბიუჯეტის ფარგლებიდან ჩვენ რამდენიმე ასეთი აქტივობა დავაფინანსეთ და განვახორციელეთ და ერთ-ერთი მათგანი არის თქვენ მეხსენებული დღევანდელი სპექტაკლი. ეს არ მხოლოდ სპექტაკლები, არის სპორტული აქტივობებიც რამდენადაც. ნუ მაგალითად შემიძლია მაგალითად მოვიყვანო იგივე ეს ახალგაზრდები, ვინც ამ სპექტაკლში იღებენ მონაწილეობას და არა მარტო ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ, მეკლეურობას ჩატარდა შეჯიბრი და საერთოდ ჩვენ მეკლეურთა ფედერაციასთან ერთად უფასოა მათთვის ვარჯიში ნებისმიერ დროს შეუძლიათ ყოველ დღე მივიდნენ და ივარჯიშონ. არა მარტო ეტლის მოსარგებლება, უსინათლოებიც ვარჯიშობენ და სხვადასხვა ასე ვთქვათ ამ პრობლემების მქონე ახალგაზრდები ვარჯიშობენ. ჯომარდობაში მიიღეს მონაწილეობა უსინათლოებმა ქართველებმა და პოლონელმა უსინათლოებმა. დავიცით რომ პოლონელებისაც გაუკვირდათ რომ ასეთი რამე ჩვენთანაც არ მოხდა რომ არაბზე დაიშვა 5 კილომეტრი. ასე რომ ძალიან ბევრი აქტივობა თქვენ ზანეთ რომ უსინათლო სპექტაკლი დაიდგა, სადაც 15 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ესეც თეატრში ათონოულზე მოხდა თუ არ ვცდე. სამი სპექტაკლი ჩატარდა, მაყურებლები იმდენად დიდი რაოდენობა იყო მაყურებელს, მათ მოითხოვეს და თვითონ ამ სპექტაკლზე დარბაზი სავსე იყო, ნუ 100 კაცი ეტევა და 90% მათი უსინათლო იყო. ანუ საყურებლად მოვიდნენ უსინათლოები და ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ინტეგრირება ამ ხალხს, იმიტომ რომ მართლაც უნიჭერეს ხალხი სხვადასხვა მიზეზების გამო მათ ეს პრობლემა შეექმნათ. სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოება ჯერ მზად არ არის ასეთ თემებთან და მე მესაც გეტყვით რომ აი დარბაზის შეונה გაგვიჭირდა, იმიტომ რომ ადაპტირებული არ არის ასეთი დარბაზი. მათ უამრავი პრობლემა, სახელიდან გამოსვლის პრობლემა, ამიტომ ჩვენ გადავდგით პირველი ნაბიჯი გადავდგით, ასე ვთქვათ, სირედი, მაგრამ რომ ეს ხალხი სახელიდან გამოვიყვანოს. ზოგადად გარემოც ქვეყანაში არ არის მათთვის ადაპტირებული. ეთანხმებით, იმიტომ რომ ეცუნეთ რომ არა მხოლოდ თეატრებზე საუბარი ამას გულისხმობენ თვითონ ეს ახალგაზრდები და ბევრი მომენტი რაც ამ სპექტაკლში არის, რომელიც პრემიერა დღეს გაიმართება. ის მომენტები რაც მათ გადახვდა. იგეგმება თუ არა რომ აი ეს სპექტაკლები ჩაჯდეს რეპერტუარში თეატრის? ჩვენი სურვილია უბრალოდ ახლა ვერ მოვასწარეთ მოლაპარაკება, იმიტომ რომ თეატრების რაღაც ნაწილი წასულია საგასრულოდ, რაღაც ნაწილი ისვენებს და ჩვენი სურვილია რომ არა მარტო საქართველოში ჩაჯდეს პროგრამულად, ასე ვთქვათ და სხვადასხვა თეატრებში გადიოდეს, არამედ გვინდა რომ საზოგადოებრივ გავიტანოთ, იმიტომ რომ როგორც ეს სპექტაკლი სადაც ეტლით მოსარგებლეები თამაშობენ, ჩვეულებრივ პანტომიმის თეატრის სახელთან ერთად უსინათლოების სპექტაკლი დრამა, ისეთი სპექტაკლი დაიდგა აფხაზეთის თემას ეხებოდა, რომ მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ ესწრებოდით რეპეტიციებს, როგორი რამდენად საინტერესო პროცესი იყო, როგორც ვიცი და სიუჟეტშიც ამბობდნენ, რომ ეს ზოგისთვის დებიუტი იყო ეს სფერო. ამ ახალგაზრდებისთვის ეს არის დებიუტი. მართალია ფლეშმობი დაიდგა კიდე ჩვენი მხარდაჭერით რუსთაველის თეატრისინ და ძალიან ბევრმა შეზღუდული პირმა მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ეს თვითონ სპექტაკლი მათთვისაც ახალია და მე არ მეგონა ნამდვილად არ მოველოდი, კი დაახლოებით წარმოუდგენელი მქონდა რომ ნიჭიერი ხალხია ყველაფერი, მაგრამ ასეთი ნიჭიერები თუ იყვნენ და ასეთ კარგად შეეწყობოდნენ მსახიობებს ამ ნიცას გამოამჟღავნებდნენ ნამდვილად არ მეგონა. ამიტომ მე ვფიქრობ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის მათთვისაც და ჩვენთვისაც ყველასთვის. პრიორიტეტებზე რომ ვისაუბროთ, სამინისტროში მე მაქვს აქ ჩამონათვალი სტუდენტური თვითმმართველობების მხარდაჭერის პროგრამა, არასრულწლოვანი პატიმრების რესოციალიზაციის პროგრამა. კიდევ ეთნიკური უმცირესობები. არის რამდენიმე მეუთხრე ცხოვრების ჯანსაღი წესი და პოპულარიზაცია. არასრულწლოვან პატიმრებს რაც შეეხება ჩვენ არასრულწლოვანთა დაწესებულებაში UNICEF-მა დაიწყო და ჩვენ გავაგზავნეთ რაგბის მწვრთნელები შევიყვანეთ და რაგბის გუნდი ჩამოყალიბდა და ვარჯიშობენ, ფეხბურთის მწვრთნელი შევიყვანეთ და ფეხბურთის გუნდი ჩამოყალიბდა და ფეხბურთში ვარჯიშობენ, ხეზეკვეთის პატარა საწარმო გავაკეთეთ და ხეზეკვეთას სწავლობენ ახალგაზრდები, გარდა ამისა კომპიუტერული პროგრამების სპეციალისტები შევიყვანეთ, რომ ეს ელემენტარული კომპიუტერული ან Windows-ი და ასე შემდეგ ეს თემები მათ ძალიან კარგად იცოდნენ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პატიმარი ჩვენ შესვლის შემდეგ უკვე გათავისუფლდა და ის ხალხი ახლა ანალოგიური ჩვენ შეზღუდული პირთათვის და პატიმრები, რომლებიც თავისუფლებაზე გამოვიდნენ,
მათთვისაც გაკეთებული იყო ეს საწარმო ხეზე კვეთის, ამიტომ ვინც იქ მუშაობდა, დაუშვათ ახლა გამოვიდნენ და იქ არიან. აი დასაქმების შესახებ მინდოდა მეკითხა, იგივე შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის თუ არის დაგეგმილი სამომავლოდ რამე პროგრამა დასაქმების. აი ეს ერთ-ერთი პატარა მაგალითი, რითაც ჩვენ გვინდა რომ ნენელა სხვა საწარმოებიც გავაკეთოთ, იმიტომ რომ ახალგაზრდული ორგანიზაცია დავითიანი საპატიო ქოსთან არსებული და ეს ერთობლივი პროექტია და საპატიო ქოს ყველა მაღაზიაში, ანუ მაქსელში შეიტანენ ამ შეზღუდული პირების მიერ დამზადებული სხვადასხვა ნაკეთობები, ასევე ამ პატიმრები, ვინც უკვე გათავისუფლებელია და შესაბამისად შემოსული თანხა მათ ანგარიშზე დაირიცხება და მომავალში ჩვენ გვინდა უკვე შეხვედრა ქონდა მინისტრთან რამდენიმე წარმომადგენელი იყო, სადაც იყო საუბარი, რომ რაღაცნაირად ჯგუფი შეიქმნა სამინისტროში, დასაქმდეს რამდენიმე ადამიანი, ვინც ამ პრობლემებს, ასე ვთქვათ, უფრო თავს მოუყრის, იმიტომ რომ მონაცემთა ბაზა სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში არ არის, რამდენი ადამიანია. თუმცა თუ არ ვწდები, ახლა დაიწყო ამ მონაცემთა ბაზაზე მუშაობა. ჩვენ ვეგვეძებ განვათავსეთ, რომ აი ყველა შეგვეხმიანოს ასეთი პრობლემები ვისაც ასეთი პრობლემები აქვს, იმიტომ რომ ნებისმიერ ასეთი ადამიანი ავტომატურად ჩაერთობა ყველა ჩვენ პროექტში, იმიტომ რომ ჩვენ სტუდენტური დღეები ჩავატარეთ და იქაც ჩართულები იყვნენ, კალათბურთი ითამაშეს, იმღერეს, ну ის რაც მათ შეეძლოთ კონკრეტულად იმ მომენტისათვის ყველა ამ ორგანიზებაში ისინი ჩართულები იყვნენ და ეს გაგრძელდება რა თქმა უნდა. იგივე კომპიუტერის შესწავლის რაღაც კურსი მათთვისაც ხომ არ არის და ამ კუთხით დასაქმებაც ხომ არ იქნება შესაძლებელი. საერთოდ წინა მე რა გამოკითხვას ჰქონდა ამ ახალგაზრდებთან რა ინფორმაციაც მაქვს, ადრე იყო ამის მაგვარი დასაქმების, მაგრამ ძირითადად ეს ხალხი იყო ტელეფონთან. ანუ ნებისმიერი ზარს პასუხობდნენ და რო გამოვკითხე, რო ვკითხე მათ, ხო, ну ეს მათთვის რაღაცა ისე იყო რა, ვერ იგზნეს თამათო ტელეფონზე პასუხობდნენ. არ აღმოჩნდა საინტერესო საქმე. საინტერესო ხო აქტიურები არის, იმიტომ დარწმუნდებით და თუნდაც დღევანდელ სპექტაკლს ნახავთ, რომ ამ ხალხის ენერგია და ნიჭი რავი უსაზღვროა რა. და კასტინგის მიხედვით შეერჩიეთ მსახიობები ამ სპექტაკლისთვის? არა, კასტინგი არ ჩატარებულა, იმიტომ რომ თვითონ ეს ჩვენი პროგრამიდან რახანეს იდეა დაიბადა, გავეკითხეთ, გამოვიკითხეთ და მერაბ შალიკაშვილია პანტომის თეატრის მსახიობი და ასე ვთქვათ ერთობლივად დაიბადა ეს იდეა და დანარჩენი უკვე მივანდეთ მას. ბატონი მერაბია რეჟისორიც და ავტორიც. კი ბატონო და თამაშობს კიდევაც თვითონ. თამაშობს კიდევაც. აი როგორც ვიცი უნდა გაგრძელდეს მსგავსი პროექტები, არა მხოლოდ კულტურული განხრით, თქვათ სპორტული აქტივობებიც, რა იგეგმება უახლოეს მომავალში თუ შეგიძლია? უახლოეს მომავალში ევროპის ჩემპიონატი ტარდება, უბრალოდ საერთაშორისო ტურნირი ტარდება მეკლეურობაში, სადაც მონაწილეობას მიიღებს უსინათლო ერთი ეტლით მოსარგებლე, რომლებიც ეხლა უნდა წასულიყვნენ ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ რაღაც საბუთების პრობლემა ჰქონდა და საფრანგეთის საელჩომ ვიზა არ ჩაუდგა. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, როცა დაუშვათ მეკლეურობაში უსინათლო გამოდის. ამიტომ უახლოესი გეგმები არის, რომ უსინათლოებისთვის კიდე აღმოჩნდა სრულიად შემთხვევით ვნახე, რომ პარაოლიმპიური სახეობა უსინათლო ფეხბურთს თამაშობს. მე რო თქვენს რომ ნახოთ გაგიკვირდებათ როგორ თამაშობენ და ეხლა მოლაპარაკ ახალგაზრდები შევარჩიეთ ასე თქვა და უბრალოდ გვინდა რომ რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემები გამოვიკვლიოთ რამე იმიტომ მაინც კონტაქტური სპორტია ასე რომ ფესტივალის ჩატარება გვინდა სადაც ერთობლივად მთელი საზოგადოება და მათ შორის შეზღუდული პირები ამ ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას. რა სახის ფესტივალი? სიმღერა დაუშვათ უკვე დაწმუნდებით რომ ცეკვად შეუძლიათ მათ, იმიტომ ფლეშმობი რო ჩავატარეთ რუსთაველის მეტროსი, ნუ ფანტასტიკური რაღაც აქტოვანება გამოიწვია ხალხში, გამლელი კითხულობდნენ რა ხდება. ასე რომ რა თქმა უნდა ეს თემები გაგრძელდება. გარდა ამისა ჩვენ რა პრინციპით წდება ვინ მიიღებს მონაწილეობას? აი თქვა სურველებმა როგორ უნდა მოგმართონ სად დაგიკავშირდნენ ეს თუნდაც იმ ვებგვერდზე ჩვენ საიტზე გამოვაცხადოთ მაშინ მისამართი იქნება. MCI Go-G Facebook-იც აქვს, ანუ იქ პირდაპირ არის მისმირ ადამიანს სულს შეუძლია ნახოს და რაც თავარია შერჩევა არ ნებისმიერი ადამიანი, ვის აი კიდევ მეორე სპორტული ჯგუფი, რასაც მეკლეურობაზე რო საუბრობ, თავისუფალ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს იქ. არ მინდა ახლა მე ჩამოთვალო დაუშვათ ის კატეგორია რა ხალხი დადის, ანუ ვისაც არა
გონებრივად რაღაც გარკვეული პრობლემები როა ის ხალხიც დადის, ის ბავშვები, ახალგაზრდები და აქტიურად არიან ჩართულები და შესაბამისად ყველა ის აქტივობა, რასაც სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ნებისმიერი მიმართულებით ჩაატარებს, ყველა ამ ღონისძიებაში ეს ხალხი მიიღებს მონაწილეობას, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, საერთოდ სიტყვა შეზღუდული პირები ამოსაღებია რა ლექსიკონიდან, იმიტომ რომ თუმცა ეს არის ის ტერმინი, რომელზეც საბოლოოდ შეთანხმდნენ და მანამდე კიდევ ბევრი მის წინამორბედი გააბრუნეს. რამდენიმე ქვეყანაში საერთოდ ეს ტერმინი ამოღებული, იმდენად ადაპტირებულია მათი ცხოვრება და იმდენად საზოგადოების სრულფერენ წევრები არიან. არც ერთი შენობა, არც სამინისტროების არ არის ადაპტირებული ამ ხალხისთვის, რომ დაუშვათ აი თუნდაც ამ სტუდიაში. არის ადაპტირებული, რომ მოვიდეთ დაუშვათ ეთრით მოსაგებელები და იგივე პანდუსი, რომელიც არ არსებობს უნებრივი. რა თქმა უნდა, ამიტომ ძალიან ტრანსპორტის პრობლემაა. ასე რომ პრობლემები ძალიან ბევრი, მაგრამ კიდევ საქმე დაიძრა. არა მარტო დაუშვათ ჩვენი სამინისტროს მხრიდან, არამედ ყველა იმ სამინისტროს რა შეხებაც აქვს ამ კატეგორიას. და მრავალი მიმართულება აქვს ამ ყველაფერს. დიახ. მე წარმატებებს გისურვებ, ძალიან კარგი საქმეა. მაყურებელს შევახსენებ, რომ პრემიერა ათონელის თეატრში დღეს გაიმართება, თუ გაინტერესებთ ეს სპექტაკლი, აუცილებლად მინდით და ნახეთ. თქვენ კი უნდა დაგემშვიდობოთ, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ გვესტუმრეთ. კი ბატონო. დღეს ასე პრეზენტაცია გვაქვს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ეთნიკური უმცირესობების პროგრამიდან ვაჟა-ფშაველას უკვდავი სტუმარ მასპინძელი პოემა ქართულად და აზერბაიჯანულ ენაზე გავაკეთეთ. ეხლა დღეს პრეზენტაცია გვაქვს ქართულად და აფხაზურად. მომავალში გვექნება ქართულად, ოსურად და ქართულად ვაინახოთ. და მე მინდა ეს პატარა სუვენირი, ეს დისკები, რადიო სპექტაკლი და ეს მაისურები თქვენ სტუდიას გადავსე და დიდი მადლობა მოწვევისათვის. მაისური. აქ არის აფხაზურად. სტუმარ მასპინძელი აწერია ქართულად და აფხაზურად. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოგზავნით ჩვენთან სტუდიაში ამ თემაზე სასაუბროთ. მაყურებელს კი დავემშვიდობები ხვალამდე დროებით გემშვიდობებით. სულ სხვა თემებით, სულ სხვა სტუმრებით, ხვალ ზუსტად პირველ საათზე შევხვდებით ამავე არხზე ერთმანეთს ნახვამდის.